ლევან შიგაპისა. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, თქვენ უყურებთ დილის გადაცემა განთია დღეს 9 აპრილია 30 წელი გვაშორის ტრაგიკული მოვლენიდან, რაც საქართველოს ეკლესიის უახლოეს ისტორიაში განხორციელდა. ძალიან მალე გავიდა ეს 30 წელი და ბუნებრივია დღეს ხდება გადაფასება. ჩვენი ეთერი თავისთავად დღეს ამ თარიღს დაეთმობა მთლიანად, ჩვენი სტუმრები ისაუბრებენ ამ დღის მნიშვნელობაზე. ვიდრე წარმოგედგენთ ანონს, ბუნებრივია უნდა გაგაცნოთ დღევანდელი საეკლესიო კალენდარი. 9 აპრილს მოიხსენიებენ წმინდა მატყნა თესალონიკელს, წმინდა მოწამეებს მანუელსა და თეოდისის, ეკლესია ასევე იხსენებს ღირს იოანე ეგვიპტელს. 1989 წლის 9 აპრილიდან დღეს ზუსტად 30 წელი გავიდა. ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს ჩვენ განთიადის ეთერში სტუმრებთან ერთად გავიხსენებთ. ასევე გვექნება საშუალება მოვისმინოთ იმ ადამიანების მოსაზრება, რომლებიც უშუალოდ ჩართული იყვნენ 9 აპრილს, იქ იყვნენ, მათ შორის სასულიერო პირები, როგორ იხსენებენ, რას ყვებიან, ამას ბუნებრივია ჩვენი ესე ვთქვათ სიუჟეტებით და მათ მიერ მოყოლილი ამბებით შეიტყობთ. ასევე ჩვენი სტუმრები იქნებიან თავთა მოციქულთა პეტრეს და პავლეს საეკლესიო კომპლექსის წინამძღვარი, დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი, მამა არჩილი გახლავთ მაშინდელი უზენაესი საბჭოს ერთ-ერთი წევრი, ასევე ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენელი და საინტერესო თავად მისგან მოვისმინოთ ის პერიოდი რა ხდებოდა, როგორ ხდებოდა, რა მოვლენები ვითარდებოდა 9 აპრილის პერიოდში საქართველოში. 9 აპრილის მოვლენების შესახებ ასევე ისაუბრებს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებული სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი ბატონი სერგო ვარდასანი. ეს დამოუკიდებლობის დღეც არის, ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრებს ისტორიკოსი გოჩა საითიძე. და გადაცემის მიწურულს შემოგვერთდება ბატონი მამუკა გეორგაძე, რომელიც გახლავთ ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. ანონსი ჩვენ კი ახლა ვიდრე წარმოგიდგენთ მოძღვარს, ჩვენმა რეჟისორმა ლევან ქიქავამ მომზადა ვიდეო კოლაჟი, მასალა ასახავს იმ რუკებს, თუ როგორ მოქმედებდნენ დამპყრობლები მაშინ და ის ჯარი, რომელიც შემოვიდა თბილისში. თქვენ ასევე ნახავთ იმ უცხოელი ჟურნალისტების მიერ გადაღებულ კადრებს, რომლებიც გადაღებულია 9 აპრილის შემდგომ კომენდანტის საათის დროს. ეს კადრები მინდა შეგახსენოთ, რომ გახლავთ უნიკალური, ვინაიდან ჯერ ის მაყურებელს არ უნახავს. მაშინ ასე ვნახოთ ეს ვიდეო კოლაჟი, რის შემდგომაც უკვე დეკანოზი არჩილი შემოგვიერთდება. დროებით. ეს უნდა იყოს მთელი ერის საქმე, საყოველთაო სახალხო საქმე. სახელითა მამისათა დაცისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი არ დაიყოს გზას უხსნით ნაწილი ხალხისა მის დგას ჩვენთან მხარეს ეშვება უსაურის ჩიხებში თუ წამოვარ ქურეითი ყველა უჩდებით და როგორც უყავი ჩეკახნებული ფლანგებს იკავებენ კაცები არავით არის სიკვდილი კონტაქტი არავით არის ყვირილი არავით არის წილილი ყველაფერი წყნარა შვიდად კეთდება ჩვენთან არის მისი უწმიდესობა ის არ გტოვებს ჩვენ Мы не учли, что будет оказано такое жесткое и упорное сопротивление, и баррикады, и вооруженные отряды боевиков.
დაბრუნდით პირდაპირ ეთერში, გრძელდება ჩვენი გადაცემა, ჩვენ ახლა ვნახეთ ძალიან საინტერესო კადრები, რომლებიც ჯერ არ გქონდა ნანახით, ტელემაყურებლისთვის უცნობი იყო. და ჩვენ ბუნებრივია ვაგრძელებთ ამ მნიშვნელოვან თარიღზე საუბარს, როგორც გითხარით, ჩვენი დღევანდელი ეთერი მთლიანად 9 ապრილს დაითმობა და პირველი სტუმარი გახლავთ თავთა მოციქულთა და პეტრეს და პავლეს საეკლესიო კომპლექსის წინამძღვარი დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი. დილამშვიდობისა მამա არჩილ. მშვიდობა თქვენთან. დაგულოცეთ, დიდი მადლობა მობრძანებისათვის. თქვენ უშუალოდ იყავით ჩართული, თქვენ იმ დროს ბრძანდებოდით უზენაესის ჩაფსო საბჭოს ერთ-ერთი წევრი და ასევე ეროვნული მოძრაობის ძალიან აქტიური წარმომადგენელი. როგორ გაიხსენებთ 30 წლის შემდგომ ამ ფაქტს? რა იყო, რა მოვლენა იყო, როგორ ვითარდებოდა პროცესები? როგორც ღვთისმდიდრებული მოციქული პავლე გვასწავლის, მონას თუ აქვს საშუალება განთავისუფლდეს. აქ იგულისხმება მშვიდობიანი გზა განთავისუფლების. სწორედ ამ გზას დაადგა ეროვნული მოძრაობა იმ ხანად. არა რევოლუციის ხავერდოვანი იქნებოდა თუ ვარდების და სხვა, რადგან ყოველგვარი რევოლუცია ეშმაკისგან მომდინარეობს. როგორც მინდა სერაფიმ საროველი გვასწავლის, პირველი რევოლუციონერი ზეცაში სატანა იყო. სინათლის ქერაბინი იეროს თეოზად წოდებული, რომელიც ამპარტავნებით გარდაისახა წყვდიადის ანგელოზად და დღეინდელა დღემდის თვლის, რომ ის არის თავადი ამ სოფლისა, აქედან გამომდინარე ბუნებრივია ცდილობს თავისი კანონებით ატაროს ჭუთისოფელი. მაგრამ როცა ქრისტე მაცხოვარი ჩვენი მღვდელი მოვიდა დედამიწაზე, მან მოიტანა სრულიად სხვაგვარი სუფევა, სხვაგვარი მშვიდობა, რომლის მიმდევარნიც ვართ მართლმადიდებელი ქრისტიანენი. მნიშვნელოვანია ითქვას ისიც, რომ ამ მოძრაობის ლიდერები, მე ვიტყოდი ჩვენი ეროვნული მოძრაობის უკანასკნელი მოხიკანები, ბატონები მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია, სამწუხაროდ უკანასკნელი წარმომადგენლები აღმოჩნდნენ. მოდით კითხვა დავსვათ, რატომ დაიწყო ეგევითარი მოძრაობა ეროვნული, რა მოიტანა, შედეგი რა არის და მივახცია თუ არა იმას, რასაც მიზნად ისახავდა. მაშინაც კი იმ დროებაში იყვნენ ესეთი ადამიანები, ჩვენი ერის ნაწილი, მათ შორის სასულიერო დასიდანაც, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ეროვნული მოძრაობა, პატრიოტული გრძნობების ქონა ეს არის სამშვინველის დონე. რასაც მე პრინციპულად ვერ დავეთანხმები. აი, თუნდაც მოვიგონებ ეკლესიის ისტორიიდან. ჭეშმარიტების სვეტად წოდებულნი ისეთი დიდი კაბადოკიელი მამები, მაგალითად როგორც იყვნენ ბასილი დიდი და მისი სულიერი ძმა და მეგობარი გრიგოლ ღვთისმეტყველი. მოდით წავიკითხოთ მათი თხზულებანი, ეპისტოლეები, განსაკუთრებით წერილებში ჩანს, როგორ გულტკივნეულად განიცდიდნენ ყოველივეს, რაც მათ სამშობლოში კაბადოკიაში ხდებოდა. აი მაგალითად, როდესაც მწვალებელმა იმპერატორმა ვალენტიმ სპილენძის გადასახადი დაუმძიმა კაბადოკიელებს, ეცადა ეკლესიის ორად გახლეჩას, ასევე კაბადოკიისა, როგორც მხარისა და დაუარსა სხვა დედაქალაქი ტიანი, კესარიის გვერდით, ესევე ახალი მიტროპოლია, რითაც საბოლოოდ ცდილობდა ბასილის პიროვნების დასუსტებას, მისი მართლმადიდებლური პოზიციებისა. ნახ წავიკითხოთ ბასილი დიდის წერილებში, როგორ გულტკივნეულად აღიქვამს ამ ყოველივეს. და ესე იგი სპილენძის გადასახადის შემცირებასაც კი სთხოვს უმაღლეს ხელისუფალს. ასევე გრიგოლ ღვთისმეტყველის ერთ-ერთი უკანასკნელი წერილი ღრმა მოხუცებულობაში, მძიმე სნეულებაში დაწერილი, სადაც ის ერთის სიტყვით იგონებს თავის გარდასრულ დღეთა და მათ შორის აღნიშნავს სამშობლოდანაც გამაძევეს. მტკივნეულად ამბობს იგი. მაშინ მე ბასილსაც, გრიგოლსაც ჰქონდათ ეროვნული გრძნობები, ჰქონდათ პატრიოტიზმი, უყვარდათ სამშობლო. ეს მაშინ, როცა მწვერვალი არიან მართლმადიდებლური ღვთისმეტყველებისა და ღვთისმოსავის ცხოვრებისა. ესეც არ არის ყველაფერი. ღვთისმდიდრებული პავლე ერთ-ერთ ეპისტოლეში უფალ ღმერთს მიმართავს. დე მე შენი მოციქული გავიწირო ჯოჯოხეთში, ოღონდ ჩემი ერისშვილები ისრაელიანები აცხობენ. ესე იგი, როგორ უყვარდა საკუთარი ერისშვილები, რომ ესე იგი მზად იყო სული წარეწმიდა მათთვის. ეს არის სიყვარულის უმაღლესი გამოვლენა. აკი ჩვენი ცხოვრების წინამძღვარი უფალიც ასე არ მოიქცა? მან სული თვისი დაასვლა ჩვენი ცხოვრებისათვის. სისხლი დასთხია გოლგოთაზე და ხორცნი თვისნი განტეხა ჩვენისაც ხონებისათვის. ისე რომ მე ვერ დავეთანხმები იმ შეხედულებას და დღეს კიდევ არის ზოგიერთის მოსაზრებაში მსგავსი რამ, რომ ეს არის სამშვინველის დონე.
ეს არის სიყვარულის გამოვლენა. ეს სახარებისეული ენით რო ვთქვათ, ეს არის მეორე მცნება. შეიყვარო მოყვას ის შენი, ვითარცა თავისთვის. მამართო, თქვენ როგორც აღნიშნე, ოზანეს საბჭოს ერთ-ერთი წევრი იყავით, აი წინა პერიოდში რა ვითარებები იყო, თუ იყო საშიშროება, თუ გძნობდით, რომ შეიძლება ეს დარბევი და მსხვერპლი დასრულებული იყო. აი რა შემართება იყო წინა დღეები, რომ გავიხსენოთ უშუალოდ გავახსენოთ მაყურებელს, თქვენ მონაწილე იყავით ამ ყველაფერს. თავად 9 აპრილის დღეებში, რა თქმა უნდა, მეც ერთი მათგანი ვიყავი, თუმცა არ ვიყავი ლიდერებთან მდგომი იქ. პრაქტიკულად, რასაც გამოთქვამდა ეს მოძრაობა, მე იმას გამოთქვამდი ამბიონიდან. ოღონდ რა თქმა უნდა, ეკლესიურ სწავლებასთან ერთად. აქ იგითხარით შესავალში ყოველგვარი რევოლუცია ნებისმიერი მეუღებელია ქრისტიანული აზროვნებისთვის. უშუალოდ 9 აპრილის ღამეს პირადად მე არ ყოფილვარ. თუმცა იქ მე ახლოს ცხოვრობდი ძნელაძეზე და ბუნებრივია მალევე შევიტყვე და რა თქმა უნდა გულისიღრმემდე განვიცადე ეს ყველაფერი. იმდენად დიდი იყო ჩემში, ესე იგი, აღშფოთება, რომ მეორე დღეს გმირთა მოედანზე, როცა ჯარისკაცები იდგნენ, თუ გახსოვთ იქ, ნიჩბებითა და ავტომატებით შეერაგებული, ვეღარ დავითმინე და მივეჭარი რუსულად, რუსულ ენაზე მამხილებელი სიტყვა უთხარი. აქ მე 2-3 მოქალაქე მომიახლოვდა, შემევედრე, რომ მამაო ესენი არ დაგინდობენ, ძალიან გთხოვთ, გავშორდეთ ამათ. ნუ მე გავცილდით იქაურობას. მე ამასაც მინდა მივაქციო ყურადღება, რომ სპონტანურად და ერთბაშად ის რასაც დღეს 9 აპრილს უწოდებთ და ცნებად იქცა ჩვენთვის არ მომხდარა. ეს დროთა განმავლობაში მზადდებოდა. ნუ პირველ ყოვლისა მაშინდელი დისიდენტური მოძრაობა უწოდა. მეორეს მხრივ ობიექტურები რო ვიყოთ, საბჭოთა კავშირში უკვე დაწყებული იყო დაშლა. იმიტომ რომ მარაზმამდე იყო მისული ეს ჩრდილოური იმპერია. მაგრამ მოდით გულახდილობისთვის და ობიექტურობით ამასაც ვიტყვი. რა მოხდა? რა იყო და რა მოხდა? რა მივიღეთ? ქართული ანდაზით უპასუხე მოკლედ. წავიდა შავი მოზვერი, მოვიდა თეთრი მოზვერი. დღეს ჩვენ თავისუფლება და დემოკრატია გვესმის როგორც აღვირახსნობა. ესე ვთქვათ, ეს არის ქართული ვარიანტი დემოკრატიისა. ჩვენებური. ხო, აი თქვენ ხო გაგეხიმოთ, ესე იგი მეთანხმებით, მაგას ნიშნავს ეგ. სამწუხაროდ. მამა არჩილ, ბოდი შეგაწყვეტინეთ, როგორ მომწიფდა მაშინდელი ეს სიტუაცია და როგორ მივიღეთ 9 აპრილი. თქვენ ახსენეთ, რომ უცებ არ მომხდარა და ამისთვის ემზადებოდა მთელი ერი. როგორ დაიწყო ეს ეროვნული მოძრაობა? საიდან დაიწყო და როგორ მივიდა საბოლოოდ ეროვნულ გამათავისუფლებელ? საიდან დაიწყო, შემოკეთილო, მე უკვე გიპასუხეთ. ეს პირველი არის ხრწნა დაწყებული იყო ყოფილი იმპერიის და მეორეს მხრივ ეროვნული მოძრაობა აღორძინდა პირველ ყოვლისა უნდა დაუკავშიროთ პიროვნებებს. დიახ, მე ვიზიარებ იმას, რომ პიროვნებები ქმნიან ეპოქას, ისე როგორც ეპოქა ბადებს პიროვნებას. ურთიერთ დაკავშირებულია. ეს იყო დისიდენტურ მოძრაობასთან დაკავშირებული, რომელსაც ძალუმატ უწყობდა დასავლეთი ხელს. მას თავისი გეგმები ჰქონდა, რა თქმა უნდა, სამიზნე იყო რუსული იმპერია. და მე აქციეს კიდეც, მაგრამ ჩვენ რას მივახციეთ? ჩვენ რა მივიღეთ? მოდი ეს ვიკითხოთ. მომაგონდა სოლომონის წიგნიდან სიტყვები, ამასთან კონტექსტში, რაზეც ვლაპარაკობ, თავისუფლებას აღუთქვამენ სხვას და თავად რჩებიან ცოდვის მონებად. ცოდვის მონა ვერაზროს ვერ მოუტანს თავისუფლებას, ვერც ერთს მეტადრე და ქვეყანას. პირველ ყოვლისა საჭიროა ჩვენს გონებაში დაბუდებულ მგლებს ვებრძოლოთ, შეუფერებელ გულის სიტყვებს. და მერმე ყველაფერი რიგზედ იქნება. თავად ეს ორი პიროვნება და არა მარტო ისინი, რადგან თანამდებობები მათ ბევრი ყავდათ მაშინ, რომ ჩვენ ყველა სახელები არ ვიცი და ვერ ჩამოვთვლით, თუმცა პირადად ვიცნობდი მე მათ, იყვნენ ეკლესიური მორწმუნეები. მithქმა მოთხოვს ვრცელდებოდა შტაინერის მიმდევრ ჩვენ გამოვეცით ბატონ ესე იგი როსტომ ჩხეიძის თხოვნით, მეგობრები ვართ უნივერსიტეტ დროიდან ავტობიოგრაფიული რომანი ზღვაური და მოტივი რა იყო მისგან როცა ვითხრა ამის შესახებ რომ ძალიან ბევრი ისეთ პიროვნებას იცნობდით ეროვნულ მოძრაობაშიც იყავით ძალისაებრ და როგორც სასულიერო პირებს ასევე საეროთა და ამ პიროვნებას დიდ პატივს მივაგებ მე დიდ პატივს ავცემ და ეს იყო გარეგანის სტიმული გამომეთქვა ჩემი ნააზრევი მათ შორის საკმაოდ მნიშვნელოვანი პასაჟი ამ რომანისა ეძღვნება სწორედ ეროვნულ მოძრაობას და ზვიადისა და მერაბის პიროვნებას.
ჩვენ მეგობრები ვიყავით, მე ვიცოდი როგორი შანტაჟირება ხდებოდა მისი მერეც როცა ხელისუფლებაში მოვიდა ეროვნული მოძრაობა, რვალი მაგი და საქართველო, როგორ რეკავდნენ ჩრდილოეთიდან, გორბაჩოვები და სხვები, ჩემი თანდასწრებითაც ყოფილა, როგორ იმუქრებოდნენ ცხერწერტილებს აუმოძრავებდა ჯავახეთშიც, აფხაზეთშიც, სამაჩაბლოში და ასე შემდეგ. და რა თქმა უნდა დასაყრდენი ნოყიერი დასაყრდენი თავად რენეგატ ქართველებშიც ნახეს. მე შემიძლია გვარსახელები ჩამოთვალ, მაგრამ რას მოგვიტას ეს? ჩვენ რაღაც პირადული კი არ გვამოძრავებს. სამწუხაროდ აი ეს დასაყრდენი აქ ნახეს და ქართულმა ხალხმა კარგად იცის, ვინ რომელ სათავეებთან იდგა. მამა არჩილო, როგორ ფიქრობთ თქვენ აი ამ გადასახედიდან? შესაძლებელი იყო რომ სხერპლის გარეშე ესეთი რაღაც ძიმე დასასრულის გარეშე ყოფილიყო შემდგომ ეს რაღაცა პროცესები, რომელმაც უკვე მოიტანა დამოუკიდებლობა და ჩვენ თითქოს შევეცადეთ ეხლა რა ფორმით და როგორ ამაზე ვისაუბროთ, რამდენად გამთავისუფლეთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დაძრა დიდწილად 9 აპრილმა და ზოგადად რეგიონში გამოიწვია დიდი რაღაცა გამოხმაურება. ზოგადად შევძარით ჩვენ რაღაცა ეს რეგიონი. მე სავსებით ვიზიარებ იმ შეხედულებას, რომ მან დააჩქარა რუსული იმპერიის რღვევა. თუ არა 9 აპრილი ალბათ დიდი დაგვიანებით მოხდებოდა, მაგრამ ადრე თუ გვიან მაინც მოხდებოდა. აი ძველ ჩინურ ფილოსოფიას ესეთი ჩინებული სწავლება ის რაც ძველია და მიდის ძალით ნუ შეაჩერებ, რაც ახალია და მოდის წინო გადაეღობები. აი რაღაც მსგავსი რა მოხდა აქ. ეს ადრე თუ გვიან მოხდებოდა. უბრალოდ ამ პიროვნებებმა ამ მოძრაობამ და ყველა იმ გარემოებამ და ვითარებამ დააჩქარა ეს პროცესი. აქედან რა კი გარდაუვალი იყო და რა კი საქმე ჰქონდა ამ მონსტრთან ჩრდილოეთთან, ბუნებრივია ეს უსისხლოდ არ მოხდებოდა. მაგრამ სახარებიდან მოიგონა დედაკაცი ვიდრე შობს, მშობიარობის სალობასა და ტკივილებში, მაგრამ როდესაც ნაყოფს, თავისი ტკივილებისას მუცლის ნაყოფს ნახავთ, ეს ჩადებული აქვს თვისაგან, ამას მედიცინაც ასწავლის, ყოველივე ავიწყდება. იმდენად დიდია სიხარული. მე მახსოვს პირველი 2 კვირა 9 აპრილის შემდგომ როგორი სულიერი აღმაფრენა იყო, აღფრთინება, ურთიერთსიყვარული, პატივისცემა, თავდადება, მაგრამ ქართველებს ეს დიდხანს არ გვიყო. მე ამოძრავდნენ ჩვენი გარეშე, ხილული და უხილავი მტრები, თუ ჩრდილოეთიდან, თუ დასავლეთიდან. მოდი პირდაპირ თქვა. არ შეიძლება ესე იგი ვაძაკოთ ერთი და ვაქოთ ლიქვნელურად მეორე. მე სვიმონ მეფეს უდიდეს პატივს ვცემ, მიყვარს ეს მეფე. ყოველ ჩემს ლოცვაში ვიხსენებ. ცნობილი გამოთქმა მისგან დავრჩა და არა მარტო ის რა თქმა უნდა. ალია და ჩალია ორივე თათარია. მე ჩემი საქართველო მიყვარს. და მე მიყვარს ყველა, იმიტომ რომ მე თუ ჩემი საქართველო და ქართველი ხალხი არ როგორ შეიძლება მიყვარდეს რომელიმე მათგანი. დიახ. ეს ხო თვალთმაქცეობა. და მამა არჩილ, როდესაც ჩვენ ვიხსენებთ ხოლმე 9 აპრილს ყოველთვის აი ჩვენ კადრებშიც ქონდა ახლა ის უნიკალური კადრები, როცა პატრიარქი აბძანდა. ხოდაშორის ერთ-ერთ არხზე მისცა პატრიარქმა ინტერვიუ და მე მანამდე არ მომისმენია საოცარი ამბო, მე როცა მივდიოდიო, მე ვიცოდი რომ ხალხი არ დამიჯერებდა. უბრალოდ მე მითხრეს რა საფრთხე იყო და აქ ბევრს გონია რომ პატრიარქმა დაშალა. პატრიარქმა ბძანა რომ მე დაშლა არ მიფიქრია, მე უთხარი რომ ვილოცოთ მიუტრიალდეთ და ისიც ბძანა რომ მე გაშვეთის გადავიდა ბძანა ისიც რომ მე მზად ვიყავი იმ დროს ხალხთან ერთად შევწერულიყავი, მაგრამ რაც მოხდა, როგორც მოხდა იქ არ ლოცვა არ წაკ რაღაცა თითქოს არ დაუჯერეს. პატრიარქმა გაგრძელებაში და თვალებზე ცრემლები მოადგა. წინ გადამეფარნენ. გადამეფარნენ. ესე ასეთ განსასწრელში იყვნენ, სასიკვდინე განსასწრელში წინ გადამეფარნენ. დაეცვათ მათი პატრიარქა ამ დროს ცრემლები მოადგა თვალებზე ეს დავიდა. აი ამ ფაქტით შევაჩერეთ ყურადღება. შეიძლება ჩვენ რაღაცა ესეთი სულიერი კუთხით, იმიტომ რომ მოძღვარს საუბრობთ მონებრივია, რომ თითქოს რაღაცა იქ მაშინ ნებსით უნებლიეთ, არ ვიცით მიზანი მართლად თუ შეიძლება მახტკინებით, როცა იყო ურჩობა და არ დამორჩილება სულიერი ლიდერის, ხო? შეიძლება ამან უკვე რეაქცია გამოიწვია. როგორ შეხედავთ ეს და ეს პატრიარქის თვალები იმ მომენტში ჩემთვის არის გამოუგნებელი, რაღაც საოცარი თვალებით იყურება. პატრიარქი, როგორც ერის მამა, დადგა თავის ერისშვილებთან. ეს სავსებით ბუნებრივი იყო. მე დარწმუნებული ვარ, მან იცოდა ბრძენი ადამიანია, რომ ამ შეიძლება ეს არ მიეღოთ მისი შეთავაზება, რომელიც ისახავდა ყველა მამა ამას ცდილობს. ხორციელი თუ სულიერი, რომ გადაარჩინოს თავის სულიერი შვილები, მაგრამ საბოლოოდ რითი დამთავრდა მისი ლოცვით. ლოცვით. როგორც ბასილი დიდი ამბობს, კეთილსაებს თუ ყოველ საქმეს ლოცვით დაიწყებს ქრისტიანი და ლოცვით განასრულებსო. ლოცვით დაიწყო ეს მოძრაობა და ლოცვით განსრულდა. მამა არჩილ
ბოდიში დაასრულეთ მე გკითხავთ. არა, ბრძანეთ. დღევანდელ დღეს ჩვენ ერთდროულად თან წუხვართ 1999 წლის 9 აპრილის გამო ეს არის ჩვენი ქვეყნის უდიდესი ტრაგედია და 91 წლის 9 აპრილის გამო ვხარობთ. როგორ ფიქრობთ, რამდენად გააზრებული აქვს დღევანდელ საზოგადოებას რა მოხდა 99 წლის 9 აპრილს? საზოგადოებას, რომელიც არ იყო მაშინ უშუალო მონაწილე ამ პროცესებისა. მე ვგულისხმობ ახალ თაობას. მე ვფიქრობ, რაც მოხდა, ის ძალიან კარგად იცოდა თავად მონაწილე ხალხმას და მაყურებელს თუ გნებავს, მაგრამ დღეს ესმით თუ არა, აი ეს უკვე საეჭვო არის. დღევანდელი ახალგაზრდობა, რომელსაც სახელმწიფო დონეზე უწყობენ ხელს გაბრუებაში, კანონებმა, მხედველობაში, მარიხუანაზე, როცა პლანტაციების გაშენებას კი დააპირეს, როდესაც სოდომური ცოდვა ლეგალიზებულია პარლამენტის დონეზე და პარლამენტი თავის სახელს ამართლებს ამ შემთხვევაში ფრანგულიდან ქართულად რომ თარგმნოთ სალაყბოს ნიშნავს. პირდაპირ გეტყვით ალალად რატო ხენაყოფით რასაც ხედავ იმას ვაანალიზებ და გარკვეულ დასკვნებს ვაკეთებ ღმერთმა მეც მომცა გონება როცა ესე იგი ყვავის ღამის კლუბები და მათ შორის ერთ-ერთი კლუბი ვიცი ყოფილ ტაძარშია მოწყობილი არის ამაზე ლაპარაკი მაგრამ არ არის დათმობა ერთ-ერთი ყოფილი დიდი ბრჭყალებში პოლიტიკოსის მეუღლის კუთვნილება და ვერაც მობინებენ რაზეა ლაპარაკი დედები მოდიან ჩვენთან მოზღვრებთან ტაძარში და ტირიან მამაო შვილი თამბაქოს არ ეწევდა თუმცა თამბაქოს ნარკოტიკია ნიკოტინი შედის სულუქი ნარკოტიკი შედის და მარიხუანას ეწევიან ჯგუფურად მოდიან მეგობრებთან სახლში ჩემს თვალწინ როცა მე ვეუბნები შვილო რას აკეთებ კანონი არ გვიშლის ამას აი რა წაახალისმა კანონმა ნუ მონეტას ორი მხარე აქვს რომ ტურისტებს მოვიზიდავთ ვის მოვიზიდავთ ნარკომანებს შემოსავლის მიზნით და ასეთი უნამუსო ფულით შეიძლება ერის ცხოვრება აღორძინდეს თუნდაც ეკონომიური თვალსაზრისით ამისთვის 9 აპრილს ხალხი არ ეწირებოდა რომ საქართველოს მიღონ ნამდვილად სიზმრათაც ვერ ნახავდნენ რაც დღესდება საქართველოში მაგრამ მათ თისწინაში დაუფასდება და დაუფასდათ კიდეც მათ ყველაზე მაღალი მცნება აღასრულე სული თვისტი ქრისტესთვის და სამშობლოსთვის დასწრეს რა უნდა ვისწავლოთ და რა უნდა გავითვალისწინოთ ჩვენ ამ მოვლენისგან 9 აპრილისგან ჩვენ დონეზე ვასწავლეთ ცალკეული პატრიოტები თუ მღვდელი თუ ერის კაცი მაგრამ სახელმწიფო პოლიტიკა არ არსებობს ეროვნული პირიქით აი ტოლბუტი ცნობილი კომისარი რამოდენიმე წლის წინ ევროკავშირის ცნობილი კომისარი ოფიციალურ გამოსვლაში ამბობს დადგება სულ რაღაც 100 წელიწადი გაივლის და აღარ იქნება ხსენება ეროვნული ეროვნულობის და ესე შემდეგ არა მარტო ამის არ იქნება არც დედის მცნება არც მამის არც შვილის არ იქნება არც კაცი არც ქალი მამარჯილ თქვენ კენტავრების ეპოქა მოდის რა ესე ფიგურალურად რო ვთქვათ თქვენ იმ პერიოდში გამორთული კულტურის დღეები უცხოეთში და პატრიარქის კურთხევით უნდა გამგზავრებულიყავით საინტერესოა რა მოვლენები გამოვითარდა როგორი იყო შემდგომ აი უცხოელების პოლონეთი იყო თუ არ თვე მათ შეფასება ამ ფაქტის კეთილი დავიწყოთ თვითფრინავით ჩემო საყვარელო ერთბაშად ხო ვერ ჩავიდოდი ვიდრე ავფრინდებოდით ეროვნული გამოხედვები იყო ჩვენ სამღვდელოს მიმართ კითხები ზოგჯერ სარკასტულიც მაგრამ კიდევ ერთხელ დავrdzbunde ამ გზა როგორ ჩავედი ვერ გავიგე ისე მალე ჩავედი იქ საუბარში მთელი გზა იყო საუბარი სარწმუნოებაზე ეროვნულ მოძრაობაზე ყველაფერზე აბსოლუტურად და როდესაც ჩავედით იქ ეხლა ცნობილი მსახიობები ჩემელია დავასახელო პირჯვარს იწერდნენ ყველანი და ეგეც არ არის ყველაფერი სულ რამდენიმე დღეში საშინელი ნოსტალგია ჩვენ ესეც აღარა გვაქვს დღეს ნოსტალგია რა მინდა საქართველოში ამბობენ უცხოეთში წასული გადაგვარებული ქართველები და სამწუხაროდ ყველაზე ადვილად გვარდებით გასაოცარი ფენომენია ხო და დიდი მონატრება იყო და ცნობილმა პიროვნებებმა მოვიდნენ მარიკა ლორდ-კიფანიძე და სხვები და მთხოვეს რომ თუ აი რა შეიძლებაო იმიტომ რომ ცუდად ვარ თუ ყველანიო წვანე დარბაზის იყო ახალგაზრდა მსახიობი ძალიან დაუმეგობრდი სხვათა შორის ესეც მინდა ვთქვა და ერთი მათგანი ჩემი ერთ-ერთი შვილის ნათლია გახდა მალევე იმ შობერაცოლმა რომ დავბრუნდი და მეუთხარი პარაკლისი გადავიხადოთ მეთქი და ორიოდე სიტყვას გეტყვით მეთქი ჩვენ სარწმუნოებაზე და ბავშვი ერთ-ერთმა ცნობილმა რეჟისორმა აფგანსვენებულმა მითხრა რომ პოლონეთის მიტროპოლიტი ჩემი მეგობარი არისო და სთხოვა და დაგვითმო სამიტროპოლიტო ტაძარი და როდესაც იქ მოვილოცავდი ვნახე ივერიის ღვთისმშობლის ხო უზარმაზარი თითქმის მთელი კედელი იყო ივერიის ისე გაგვიხარდო რომ უთხარი ეს ივერიის ღვთისმშობელი მივიდა ყველა ამბორყოფა დაუწყო და მოკლედ გადავიხადეთ პარაკლისი ცნობილი ანსამბლი იყო გუნდი ერქომაიშვილის დაუმეგობრდით ჩვენ ყველანი და აი რა მეთქა საოცარი სიტყვები თქვა ბატონმა ანსო
ჩვენ ბევრჯერ გვიგალობია ეს საგალობლები. უცხოეთში, სხვა ქვეყნებში, სამშობლოში, მაგრამ ისე როგორც დღეს ვიგალობეთ, ეს სულ სხვა რამე იყო. პირველად მივხვდი, რას ნიშნავს, როცა უფალს უგალობ. იმიტომ რომ თავისთავად ღვთისმადიდებელია და ისინი გალობდნენ როგორც კულტურის რაღაც ნიმუშებს და იგალობეს როგორც ღვთისმოსავება. ჩვენ გვაქვს და აი თქვენ კითხვაზე პასუხობ. მე მიწევდა მისვლა სხვა ტაძრებში და არა მარტო არალოცვისთვის, რა თქმა უნდა, შეხვედრები იყო და საუბარი მათ ერთი კითხვა ჰქონდათ. რა მოხდა სინამდვილეში ცხრაბრილი? იმიტომ რომ რუსეთის საინფორმაციო წყაროები დეზინფორმაციას ავრცელებდნენ, რომ ჭყლეტა მოხდა, დავკა ეგრეთ წოდებული და ესე შემდეგ. და ჩვენ მაშინ ქალბატონმა მარიკამ და სხვებმა ყველა ვიც იყვნენ ხმა აიმაღლეს, შეიძლება ითქვას სულიერი გმირობა გამოიჩინეს, დაუფარავად გამოწვლილით მოყვნენ რას მოხდა 9 აპრილს, რა განაპირობებდა და რეალურად რა მოხდა, მათ შორის მეც რა თქმა უნდა. აი ერთ-ერთი მომენტი მწვანე დარბაზი ამ დეზინფორმაციის გამო უარს ამბობს გამოვიდეს და დადგა სპექტაკლი, იმიტომ რომ იმხელა პროტესტის გრძნობა აქვს, ამ სიცრუეს ავრცელებენ პოლონეთში. ну ხან ერთი მივიდა ცნობადი სახე დღეს უყვართ არა გამოთქმა ცნობადი სახე ხან მეორე და ვერ აშოშმინებენ ჩვენ არ გავალთ პროტესტს აცხადებენ ვიდრე არ გამოაცხადებენ ტელევიზიით და თქვენ თავად არ აღიმაღლებთ ხმას ჩვენ არ დავდგავთ სპექტაკლს და მაშინ ქალბატონი მარიკა მოვიდა ჩემ თხოვა რომ თქვენ სასულიერო ბრძანდებით ალბათ თქვენ უფრო მოგისმენთ ჩვენ არაფერი გამოგდის და ვილაპარაკეთ თითქმის ტელეგრამის საუბარში გავატარეთ და იქიდან გამოვიტანეთ მეგობრობა და თანხმობა. მეორე დღეს ყველანი ერთად ვიდექით და ჩემო კარგო ქვეყანა რასით მოგიწევთ ღეროდით ვარშავის ცენტრში. ჩვენ გვაქვს კადრები თქვენი პარლამენტში გამოსვლის ალბათ სათარის რეჟისორი გაუშვებს და ეს ნახოთ საინტერესოა. საინტერესო იყო ეს პერიოდი, ალბათ მამა არჩილ თქვენც რო შეაფასოთ აი თქვენი გამოსვლა, რა ხდება, რა მოვლენებია, რა პერიოდი. სხვათა შორის დავძე რომ ზვიადის თხოვნით პარლამენტის შენობა ვაკურთხე, სწორედ მაგ დღეს. რა შევხვდეთ მაყურებელს რა დროა ეს დაახლოებით რა პერიოდია და რაზე ამახვილებთ ყურადღებას? თეთრი წვერი ყოველთვის არ ქონია რომ ვიჭას. რა დრო რა მომენტი იყო ეს მამა არჩილ და რას ეხებოდა თქვენ? ახლა ეს ერთბაშად მე რამდენჯერმე გამოვედი და ერთბაშად ვერ გეტყვით ახლა. ზუსტად რომელი გამოსვლა? გადავიწერო ხო ხდებით რაზე ვიყარაკეთ. და სულიერ მოძრაობას უკავშირებდი ერთმანეთს. მამა არჩილ ბოდიში ჯასუხ ჩარკვიანმა 9 აპრილი საკმაოდ კაცრად შეაფასა და თქვა რომ ეს იყო ერის გენოციდიო. თქვენ როგორ ფიქრობთ იყო ეს ერის გენოციდის თუნდაც მცდელობა რუსეთის მხრიდან? იმიტომ რომ თან გაიხსნა ვაჟა სიტყვები რომ თუ კი ილიას ესროლეს და მთელი საქართველო მოკლეს, მაშინ რატომ 21 ადამიანის სიკვდილის გამო ჩვენ ამ მოვლენას არ ვაღიარებთ როგორც გენოციდს? როგორ ფიქრობთ მცდელობა იყო რუსეთის მხრიდან საქართველოს ქართველი ერის გენოციდი? რუსეთის იმპერია ცდილობდა ხანგრძლივობა გაეხანგრძლივებინა არსებობა. ეს იყო გამოძახილი. ეს მოხდებოდა ლიტვაში, საქართველოში თუ სხვაგან. შედეგი ერთი და იგივე იქნებოდა. მე რუსულ გამოთქმას მოვიგონებ. Sila jest umaninada. ყველაფერია ნათქვამი ამით. აი ეს მოხდა. მათი ბუნება გამომჟღავდა. მაგალითად სხვა ქვეყანაში, სხვა დანიაში, ბელგიაში სხვაგვარად მოხდებოდა პარლამენტარული მოლაპარაკებით და სხვა, მაგრამ დიპლომატიური ხო, მე ესე იგი არ ვიტყოდი რომ გენოციდი საკუთარ თავს იცავდა საკუთარ არსებობას, რომელიც უკვე იხსნებოდა და კნინდებოდა. და მე როცა ამბობენ რომ ეს იყო ტრაგედია, მე არ ვიზიარებ ამას. პირიქით უდიდესი დღე არის, იმიტომ რომ უმაღლესი მცნება აღასრულეს ჩვენმა ერიშვილებმა. ამით მარტო იმ 21 ადამიანის კი არა, თითქმის თელიერის ნება იყო გამოხატული. ამაში ყველა აღტკინებული ვიყავით ერთი აზრითა და იდეით და სულეთვისი დაასდვეს. მე ვამბობ ლოცვით ქრისტესთვის და სამშობლოსთვის, რისგანაც სამწუხაროდ დღეს შორსა ვართ. დიდი მადლობა მამა არჩილ მურგზაინებისთვის და ამ მოვლენების შეფასება გახსენებთ, შეგახსენებთ, გვესაუბრებთ და თავთა მოციქულთა და პეტრეს და პავლეს საეკლესიო კომპლექსის წინამძღვარი დეკანოზი არჩილ მედიაშვილი, რომელიც იმ პროცესების უშუალო მონაწილე იყო. ერთსულოვნების ეთერში კი ახლა 7 გზის ლოცვის დროა და მომდევნო სტუმრების დაგიბრუნდებით დაგველოდეთ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავ ნება შენი, ვით არცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან, რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოება ჩემი. უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოება ჩემი მე უწყი და ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესერა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემა. რამე თუ ესერა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარულნი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხოვრო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისა განსპეტაკნე, მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა, უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აქთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი, მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი, მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო, დიდება შენ და ღმერთო, გაამთლიანე და გადაარჩინე საქართველო. უფალო, დიდება შენ და ღმერთო, გაამთლიანე და გადაარჩინე საქართველო. უფალო, დიდება შენ და ღმერთო, გაამთლიანე და გადაარჩინე საქართველო. Svinda
გრძელდება ჩვენი გადაცემა, ჩვენ ისევ 9 აპრილის თემაზე უნდა განვაგრძელოთ საუბარი. ამჯერად ბატონ სერგო ვარდოსანიძესთან ერთად შემოგვიერთდა წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი ბატონ სერგო ვარდოსანიძე. დილომშვიდობისა. დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. ჩვენ მამა არჩილთან ერთად გავიხსენეთ 9 აპრილის მოვლენები. და ახლა თქვენგან არის საინტერესო, როგორც ისტორიკოსი, როგორ შეაფასებდით 9 აპრილის მოვლენებს, როგორ გაიხსენებდით მას, როგორც მის უშუალო მონაწილეს, თვითმხილველს. პირველ ყოვლისა მინდა იმ ტრაგედიასთან და ტკივილთან ერთად, რაც 30 წლის წინ მოხდა საქართველოში, მიულოცო ქართულ ხალხს, რომ ამ ტრაგედიას და ამ ტკივილს მოყვა ამაღლება ჩვენი, რომელიც დაგვირგვინდა 1991 წლის 9 აპრილით საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენით. რასაკვირველია, დიდ ტკივილთან იყო დაკავშირებული ყველაფერი ის, რაც 1989 წლის 9 აპრილს მოხდა. მაგრამ როგორც მამა არჩილმა ბრძანა, შეიძლება გავაგრძელოთ ის, რომ ის ვითარება, ის სიტუაცია, რაც მაშინდელ საბჭოთა იმპერიაში იყო, აუცილებლად დასრულდებოდა, საქართველოს იქნებოდა ეს აზერბაიჯანი, ბალტიისპირეთი, ეს პროცესები აუცილებლად ასე დასრულდებოდა. იმიტომ რომ ჩვენი თაობა ვართ, რომელსაც არ გვახსოვდა 1956 წლის 9 მარტის მოვლენები და არც გვჯეროდა შეიძლება ითქვას, მიუხედავად იმისა, რომ სწავლობდით იმ ეპოქას, კარგად ყველაფერს არ გვჯეროდა, რომ შეიძლებოდა სახელმწიფოს ეს გაეკეთებინა საკუთარი მოქალაქეებისათვის. თუმცა უნდა ვთქვათ, რომ უფროსი თაობის წარმომადგენლები, ვისაც 56 წლის 9 მარტის მოვლენები ახსოვდა მკაფიოდ, ფრთხილობდნენ და გვაფრთხილებდნენ ჩვენც, რომ მოსალოდნელი იყო სერიოზული გართულებები, რომ მიუხედავად იმისა, რომ მაშინ საბჭოთა იმპერია ეგრეთ წოდებულ პერესტროიკის რეჟიმში იყო და ვითომ დემოკრატია, განახლება და ეს პროცესი მიმდინარეობდა, ის თავის ნამდვილ სახეს მაინც გამოაჩენდა და ზუსტად ასე მოხდა. მე არ მეგულება საქართველოში ადამიანი უფროსი თაობისა, ვინც 99 წლის 9 აპრილის მოვლენების მონაწილე არ იყოს. ჩვენ ყველანი მონაწილენი ვიყავით და ისინიც კი, ვინც რაიონში ცხოვრობდა რაიონებში, ისინიც ამის მონაწილენი იყვნენ. თითქმის მთელი საქართველო თავს იყრიდა რუსთაველის გამზირზე და ეს არ იყო ისე ემოციური, მას ჰქონდა ძალიან მიზანმიმართული დატვირთვა, ეს მოვლენები დაიწყო იმით, რომ აფხაზეთში გართულდა სიტუაცია მოსკოვისაგან, რომ ამ სიტუაციის გართულებით მათ სურდათ, რომ ამ მოვლენებისათვის ეთნო დაპირისპირების სახე მიეცათ და გადაეტანათ ყურადღება სხვა რაღაცებზე და აი ამის საწინააღმდეგო იწყო ეს მიტინგები, რომელიც 1999 წლის 4 აპრილს დაიწყო. ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცოდა, რომ 14 აპრილს დედაენის დღეს, როგორც მაშინაც ვამბობდით ჩვენ, ეს 78 წლის 14 აპრილის მოვლენებთან იყო დაკავშირებული, ამ დღეს დამთავრდებოდა ეს მიტინგი, რომელიც მშვიდობიან ხასიათს ატარებდა, მაგრამ მას ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ სამაგალითოდ დაესაჯა ქართველი ხალხი და გააკეთა კიდეც ეს. ეხლა რომ ვაფასებ ჩვენ ამ მოვლენებს, აი დღევანდელი გადასახედიდან, მაინც რა მოხდა, რატომ მოხდა ასე? ადგილობრივ პარტიულ ხელმძღვანელობას, რომელიც საქართველოში იყო იმ დროისათვის, აღარ შესწევდა ძალა დიალოგი ჰქონოდა ახალგაზრდობასთან, საზოგადოებასთან და მან მიმართა იმ ფორმატს, რომ მიმართა დახმარებისათვის მოსკოვს, მაგრამ ერთი მომენტის ჩანს ახლა დღეს მოგეხსენებათ, მაშინ ორი კომისია მუშაობდა, ერთი ეს იყო თამაშ შავგულძის კომისია, რომელიც საქართველოში შეიქმნა და მეორე გახლდათ სობჩაკის კომისია, რომელიც მოსკოვმა შექმნა. აი ვითარება როგორ იყო? მოსკოვს 56 წლის 9 მარტის მოვლენების შემდეგ ეგრეთ წოდებულ მოკავშირე რესპუბლიკებში ჰქონდა ასეთი სისტემა. პირველი მდივანი კი იყო ქართველი კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, მაგრამ მეორე მდივანი აუცილებლად რუსი უნდა ყოფილიყო. უშრობის მინისტრის პირველი მოადგილე რუსი უნდა ყოფილიყო. შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე რუსი უნდა ყოფილიყო. ეგრეთ წოდებული მერვე პოლკი, რომელიც ფაქტიურად ეს რუსული შინაგანი ჯარი იყო, მას რა თქმა უნდა რუსი ედგა სათავეში. ექსტრემალურ ვითარებაში და ეს უკვე ექსტრემალური ვითარება 99 წლის აპრილის პერიოდი
ძალაუფლება ძალოვნებისა მთლიანად გადადიოდა მეორე მდივნის ხელში, ისე რომ ეს არცად არ იწერებოდა, მაგრამ ყველამ იცოდა რომ მეორე მდივანი იყო რეალურად ამ დროს და აი ამ დროს განსხვავებით 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებისა. მაშინ 1978 წლის 14 აპრილს იყო გენადი კოლბინი მეორე მდივანი და გენადი კოლბინმა არც ერთი ნაბიჯი არ გადადგა პირველი მდივნის გარეშე. ხოლო რაც შეეხებოდა 99 წლის 9 აპრილის ღამეს და მანამდელ დღებს ის დაშიფრული დეპეშები, რომელიც მოსკოვში იგზავნებოდა, მეორე მდივანი იყო ძირითადი შემოქმედი ამისა და მთელი ძალაუნები მეორე მდივნის ხელში იყო და ის რომ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალ საგანგებოდ დამხმარეთ თავდაცვის სამინისტრო მოუვლინა კოჩეტკოვი იყო თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ეს ნიშნავდა რომ უკვე აქ ყველაფერი სამხედროების ხელში იყო გადასული და ეს პროცესი უკვე ამ პროცესს ვეღარ გააკონტროლებდა ადგილობრივი პარტიული ხელმძღვანელობა და მოხდა ეს უბედურება რაც მოხდა. ბატონო სერგო, ბოდიში გაწყვეტინებთ, თქვენ ახსენეთ რომ აღარ ქონდათ ხელისუფლებას აღარ ქონდა ძალა ახალგაზრდებთან საუბრისა. როდესაც მათ დასახმარებლად რუსეთს მოუხმეს, მათ დაახლოებით მაინც იცოდნენ რა სახით შეიძლებოდა რომ ეს დახმარება გაეწია რუსეთს? ეხლა ძალიან ძნელია თქვა რომ ეს ბოლომდე გააზრებული ჰქონდა ხელისუფლებას. ერთადერთი წინა დღეს, როდესაც ჩატარდა ეგრეთ წოდებული პარტ-აქტივის კრება. ამ პარტ-აქტივის კრებაზე იყო მსჯელობა თბილისში მოვლენების ნორმალიზაციისათვის რა ღონისძიებები უნდა განხორციელებულიყო და მაშინ გაჟღერდა ის რომ დამატებითი ძალების შემოვა მოსკოვიდან სამხედრო ნაწილები და დაამყარებს წესრიგს და თქვენ წარმოიდგინეთ რომ ამ პარტ-აქტივზე ინტელიგენციის წარმომადგენლებიც იყვნენ და ერთგვარი ტაშით შეხვდნენ ამ წინადადებას ერთადერთი ვინც მაშინ ხმამაღლა თქვა რომ იცით თქვენ რას უკრავთ ტაშს აქ შეიძლება მოხდეს დიდი უბედურება ეს იყო ჯანსუღ ჩარკვიანი. ის იმის თქმა მინდა რომ ბოლომდე არ ქონდათ გააზრებული რა შეიძლება და დატრიალებული, მაგრამ ერთი რამ ფაქტია რომ როდესაც უკვე სამხედრო ნაწილები დაიძრნენ რუსთაველის გამზირისაკენ, აი მაშინ კი უკვე მიხვდა ხელისუფლება, მაშინდელი ხელისუფლება, რომ კატასტროფა ახლოვდებოდა და დასახმარებლად მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს საგანგებოდ ღამის 3 საათზე მისი უწმიდესობა და უნეტარესობა ამოვიდა მთავრობის სახლთან და მიმართა ახალგაზრდობას, მიმართა მიტინგის მონაწილეებს და სთხოვა რომ საშიშროება რეალურია, შეიძლება ამ საშიშროებამდე დარჩა რაღაც წუთები და გადავიდეთ ქაშვეთის ეკლესიაში და ერთად ვილოცოთ. აი ეს იყო მისი უწმინდესობის გზავნილი ახალგაზრდობისად, მაგრამ იმდენად ეგზალტირებული იყო მაშინ ახალგაზრდობა და საერთოდ საზოგადოება ამ მიტინგების დროს, რომ მათ ეს არ გაითვალისწინეს და შემდგომ, როდესაც ეს უბედურება დატრიალდა და ეს ხოცვა-ჟილეტა რუსთაველის გამზირზე და მომწამლელი ნივთიერებები გაუშვეს, მოსკოვის ცენტრალური პრესა და ხელისუფლება შეეცადა, რომ საქმე ისე დაეხატა, რომ რუსი ჯარისკაცები იცავდნენ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს გაშმაგებული მომიტინგეებისაგან და მე საგანგებოდ წამოვიღე ჟურნალის ჯვარი ვაზისას 1999 წლის მეორე ნომერი, რომელიც 9 აპრილის მოვლენებს ეძღვნება და მისმა უწმიდესობამ და უნეტარესობას საგანგებო დეპეშით მიმართა მაშინდელ საბჭოთა კავშირის პირველ პირს ეს გახლდათ მიხეილ გორბაჩოვიც, სადაც გააპროტესტა ეს და განაცხადა, რომ ამის მსგავსი რამ არ მომხდარა, მე ახალგაზრდებმა პირიქით აღმართეს კედელი, რომ დავეცვე აი ამ სიტუაციაში და შემდგომ რომ ვრცელდება ეს ინფორმაცია, რომ თითქოს ასეთი რამ იყო, რომ ეს მიტინგი იყო მშვიდობიანი, უკიდურესად მშვიდობიანი და ის რაც მოხდა, ეს იყო ბარბაროსობა და სრულიად მიუღებელია. ეხლა ამ განცხადების, ამ დეპეშის მაშინ გაგზავნა მოსკოვში არ იყო ეს ადვილი საქმე, მოგეხსენებათ, საბჭოთა იმპერია კვლავ ძალაშია და აი რომ ძალაშია, ამის მაგალითი იყო ის, რაც დატრიალდა 99 წლის 9 აპრილს და ყველაზე დიდი უბედურება ის იყო, რომ მოსკოვის შეეცადა ცენტრალური ხელისუფლება ეს ყველაფერი ადგილობრივი ექსტრემისტი ლიდერებისათვის დაებრალებინა და კომენდანტის საათიც გამოაცხადა თბილისში 2 კვირის მანძილზე ფაქტიურად კომენდანტის საათი იყო და
ამ კომენდანტის საათის დროს გია ქარსელაძე სწორედ კომენდანტის საათის დაუმორჩილებლობის ბრალდებით მოკლული იქნა. აი საშინელება იყო ეს ყველაფერი, რომ გამოფინეს შავი დროშები მაშინ მეორე დღეს მთელ დედაქალაქში და ხალხი აპროტესტებდა, და ყველაზე მთავარი მაინც ის არის, რომ იმ ინტელიგენციის ნაწილი, ვინც შეიძლება, ვისაც არ ქონდა გააზრებული რა შეიძლება და მომხდარიყო, 99 წლის 9 აპრილი რომ გათენდა უკვე და რაც მოხდა ამის შემდეგ, სხვა საქართველოში გაიღვიძა ყველა, იმიტომ რომ დიდი ტკივილით, დიდი უბედურებით, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ კომუნისტურმა იდეოლოგიამ სრული კრახი განიცადა 9 აპრილს და 10-ში და 11 აპრილს უკვე თბილისის ქუჩებში კოცონები დაინთო პარტიული ბილეთებისა, იმ პარტიული ბილეთებისა, რომელსაც სასვეებით ელოდნენ ხოლმე და რომელიც დაწინაურების და კარგი ცხოვრების პირობა შეიძლება და გამხდარიყო, აი კოცონები დაანთეს და მოხდენილად ბრძანა მაშინ აკაკი ბაქრაძემ, რომ აზროვნების წესი შეიცვალა საქართველოშიო და იმის ნაცვლად რომ დათრგუნულიყო ხალხი 56 წელს გარკვეულწილად მოახერხეს ეს 99 წლის 9 აპრილს უკვე 12 საათზე უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან გაიმართა დიდი მიტინგი და მაშინ სამხედროები უნივერსიტეტის პირველ კორპუსში კინაღამ შემოიჭრენ და დაარბიეს იქაურობა ამის საშიშროება იყო მაგრამ მიტინგი გაიმართა და დაგმობილი იქნა ის ბარბაროსობა, რაც მოხდა მაშინ აი ამ. თუმცა ეს ერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა, მაპატე კახას არ ვაცადეთ კითხვის დასმა. ეს ერთობა საქართველოში დიდხანს არ გაგრძელებულა და მალევე გამოჩნდნენ ძალები, რომლებმაც აბსოლუტურად სხვა გზით წაიყვანეს მაშინდელი მოვლენები. გავიხსენო მე-17 საუკუნის ყანჩაეთის ჟამნგულანზე ვიღაც უცნობ ბერს ასეთი მინაწერი გაუკეთებია. საქართველოს უბედურება ის არის, რომ დიდებულები ერთმანეთს არ ასვენებენ. ამითო ისარგებლა ხონთხარმაო და ჩვენი ქვეყანა წაახდინაო. ჩვენ შორის რო ერთობა ყოფილიყო, ვერავინ ვერაფერს ვერ დაგვაკლებდა. აი მე-17 საუკუნეში ერთი უცნობი ბერი ასეთ მინაწერს აკეთებს ყანჩაეთის ჟამნგულანზე. დიახ, 99 წლის 9 აპრილს ჩვენ ერთ მუშტად შეკრული ვიყავით. ასე იყო 1991 წლის 31 მარტს, როდესაც რეფერენდუმი გაიმართა საქართველოში. მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ხალხს ბოლომდე არ ყოფნის აი ამ ერთიანობის შეგრძნება და იმ დროს შეიძლება იყოს აზრთა სხვადასხვაობა მთელი რიგ საკითხებზე, მაგრამ როცა საქმე ეხება ქვეყნის სახელმწიფოებრივ ერთიანობას, ეროვნულ, ეკლესიურ ერთიანობას და ინტერესს, ამაში ჩვენ უნდა ერთიანი ვიყოთ. დიახ, მაშინ ჩვენ დავიქსაქსეთ და ამ დაგსაქსონ მოგვიტანა შემდეგ 1991-92 წლის სახელმწიფო გადატრიალება მთელი თავისი უარყოფითი შედეგებით, რომელიც გაგრძელდა ფაქტიურად მერე უკვე 92 წლიდან და მის შედეგებს დღემდე ვიმკით. სამწუხაროდ ეს დაგსაქსულობა, ურთიერთდაპირისპირება, საზოგადოების ასე რომ ვთქვათ გახლეჩა გრძელდება და იმ დროს მაშინაც დიდი გამოწვევის წინაშე ვიყავით და დღესაც ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი უდიდესი გამოწვევის წინაშეა და ამ დროს სწორედ ერთიანობა არის ის ყველაზე მთავარი საყრდენი, რითაც ჩვენ შეიძლება გადავრჩეთ და უპასუხოთ ამ გამოწვევებს. დიდი მადლობა ბატონო სერგო, საუბრით შეგახსენებთ, გვესაუბრებოდა პროფესორი სერგო მარდოსანიძე. როგორც გადაცემის დასაწყისში მოგახსენეთ, ჩვენი გადამღები ჯგუფი შეხვდა ადამიანებს და სასულიერო პირებს, რომლებიც უშუალო მონაწილეები იყვნენ ამ დღის იმ დღამის. ამჯერად თავაზობთ საუბარს იმ დროიდან პროტოპრესვიტერთან, დღეს კი რუსთავ მიტროპოლიტ მეუფე იოან გამრიკელთან და ასევე ქაშვეთის ტაძრის დოლსახურ დეკანოზ ელიზბართან, რომლებიც პატრიარქის გვერდით იდგნენ 9 აპრილს. ხალხში არ იყო სიძულვილი, ბოროტება, ძალადობის სურვილი. ახლა თავისუფლების სუნთქვა იგრძნო ხალხმა. ეს იყო იქ. არ არის იმათა სიძული და ბოროტება არ იყო. ხალხს უხაროდა, ერთად იყვნენ, ბღეროდნენ, ზოგი ცეკვავდა, სიტყვით გამოდიოდნენ. ხალხს მოწყურდა დამოუკიდებლობა. და განთავისუფლება უნდა იმპერიის დიქტატორისგან. ჩვენ ვიდექით მოსიმშილების თავზე იმის კითხვას აღარ დასრულა უარი უთხრა თუმცა ალბათ მინახოთ ჩამოვიდეთ აქ მტკიცეთ მშვიდად უპასუხა და
ესეთ ძალა ეგზნებოდა მის სიტყვაში. ხალხი არ ელოდა იმასაც იქ მოხდებოდა. ვიღაცა დემოკრატი ყვირავცა ხელკეტენების იქ რაზმი წამოვიდა. დაჯექით და დამჯდარს ხელს არ ემა. როდესაც ამოცანა იყო რომ დაეშალათ მიტინგი. მადლობა უფალს რომ ხალხმა წინააღმდეგობა არ გაუწია, იმიტომ რომ ჩვენ როდესაც მანქანით წამოვიდით საპატრიარქოდან და თავისუფლების მოედანზე ავედით, ის სავსე იყო ავტობუსები, თუმცა ისინი ავტომატიანები. ხალხს უწინააღმდეგე გაეწია ის მსხვერპლი იქნებოდა სისხლისღვრა წარმოუდგენელი მასშტაბის. რომ როგორც ქართული ხალხი შინაგანად ქრისტიანია და ბოროტებას ბოროტებით არ ებრძვის. ძალადობით არ უპირისპირდება მას. და როცა თქვენს რომ დაჯექით და არ გახდნენ ხალხი დაჭდა. და ჩვენ დავინახეთ პირველ რიგები როგორ გაუმკლავდნენ ეს ხელკეტიანები წიხლები და ხელკეტები თავში. და ფაქტობრივად გადაყარეს და უკანა რიგს უკვე ადგომის საშუალება აღარ ქონდა და ესე რამდენიმე რიგი ეს აგორდა. და მაშინ დაიწყო სწორედ ეს ქაოსი. და ბოლომდე იდგა სანამ არ უთხრეს უკვე ალბათ 5-7 მეტრ რჩებოდა ხელკეტიანი უკვე ახლოს იყო და იქ როგორც ჩასპეთ სამსახურს კაცები იყვნენ და უწევთ აქ უკვე საშიშია. პატრიარქი არ მიდიოდა. მე ვთვლი ჩემ ვალდებულება იყო იქ მდგარიყავი. თუნდაც გვერდით ყოფილიყავი და მე რა შემეძლო, მაგრამ მზად ვიყავი რომ თუ საჭირო იქნებოდა თავი გამიწირა. და ხავს მამა ჭირდება. და მამა არის, მაგრამ მამას არ უსმენენ. ეს არის ჩვენი ტრაგედია. დღევანდელი აი 30 წლის შემდეგ რა იქნებოდა სურვილი თქვენ? სურვილი რომ მამას მოусმინო. სრულიად საქართველოსთვის 9 აპრილი არის ძალიან მძიმე დღე. ეს დღე არის, როდესაც არ შეისმინა ერმა პატრიარქის სიტყვა, რომ შესულიყვნენ ტაძარში და ელოცათ იქ. და უამრავი ჩვენი თანამომექალაქე დაიღუპა იმ დროს. მე უყურებდი პატრიარქთან ერთად ვიდექი პარლამენტის შენობის წინ და უყურებდი ეს ადამიანები თუ როგორ დახუცეს ნიჩბებით. შემდეგ, როდესაც უკვე ეს ტანკები შემოვიდნენ, მას რაგვისტი ბიჭები დაუხვდნენ წინ. როცა პატრიარქი გავაცილეთ იქიდან, უნდათ პატრიარქის შეყვანა და პარლამენტის შენობაში ისე მოქცევა, რომ არ ჩარეულიყო პატრიარქში და პატრიარქმა პირიქით მოვიდა და გადმოდგა და არა მე იქნა უკვე სადაც ეს ხდებაო და შემდეგ ჩამოვედი მე აქ პარლამენტის შენობის წინ პატრიარქმა გითხრა წასულიყავი მას, მაგრამ მე ჩამოვედი იქ სადაც დახოცილი ადამიანები იყვნენ. იქიდან მე სასწრაფო დალეწეს და იქ უამრავი მიცვალებული იყო. შემდეგ ისინი გამოყვნენ აქამდე და ხალხი შევიყვანეთ ეკლესიაში. აი იმ ხის ძირში დადგნენ და ეკლესიის მიმართულით ისროდეს საწამლავი, რომელიც მე მიუტანე სოფჩაკს. სოფჩაკის კომისია იყო მაშინ და მე მიუტანე ეს საწამლავი. გავიდა რამდენიმე დღე და იქ იყო მიცვალებულთა სურათები, იყო ყვავილები. ვერ გაქონდათ. ხან პროფესორები, ხან საზოგადოება მივიდა და ვერ გაატაინეს. მე აქ ქაშვეთიდან გავიტანე ჯვარი, ხატი, სანთლებით, წაუძეხი მორჩილებთან ერთად და მე გამომყვა ის ხალხი, ის მშობლები, აიღეს თავიანთი
შვილების სურათები და სიონში გადავაბრძანეთ ეს სურათები. ჩემი გადმოსახედიდან ეს ჩვენს ქვეყანას ეს სუსტებს. ეს იყო ალბათ რუსეთის უნდოდა ჩვენი დასჯა. დასჯა იმიტომაც რომ პოლიტიკური მიზნითაც უნდოდა. რომ ეს ჩვენ ვითხოვდით როგორც მოვითხოვეთ ენა რომ დაგვეტოვებინა ქართული ენა 78-19 წლებში ისევე ითხოვდა რომ ჩვენ არ გამოყოფილიყავით და ცალკე არ ყოფილიყავით. აკმაროს ერთმა გააძრიელოს სულიად საქართველოს და მე ვფიქრობ რომ ის ადამიანები გმირები არიან ვინც დაიღუპა, მაგრამ არანაკლები გმირობა ჩაიდინა ჩვენმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, რომ ის ხალხთან დარჩა და ხალხიდან არ წავიდა და ამას ყველაფერს უყურა. და ეხლა მე არ ვეტყვი რომ მე გმირი ვარ, მე ვარ თანამონაწილე იქ რაც ხდებოდა. და აი ეს არის რომ აი ხალხს ვინც იქ იყო ადამიანები რომლებიც მოიწამლენ დღემდე სტატუსიც არ აქვს რომ ისინი 9 აპრილს არიან მოწამულები და აი წამლის ფული რომ მაინც მისცეს სახელმწიფო მთავრობა ეს არ გაუკეთებია. ხშირად ჩვენ ეკლესიაში მოდიან ქაშვეთში და ჩვენ ვეხმარებით ხან პურით ხან რაც შეგვიძლიან და ერთმა შეაძლებინოთ და დიდხანს ამყოფოს. ჩვენი გადაცემა გრძელდება სტუდიაში სასაუბროდ შემოგვიერთდა ისტორიკოსი ბატონი გოჩა საითიძე. დღეს ამ ასევე არის დამოუკიდებლობის დღე, 91 წელს გამოცხადდა დამოუკიდებლობა საქართველოს. საინტერესოა ამ ფაქტს როგორ ახასიათებენ ისტორიკოსები, მათ შორის ერთ-ერთი ბატონი გოჩა საითიძე. ბატონო გოჩა, დილომშვიდობისა, მოგესალმებით. ბუნებრივია დღევანდელი ჩვენი ეთერი ამ მნიშვნელოვან ფაქტს ეძღვნება. 30 წელი გავიდა 9 აპრილის მოვლენიდან და 28 უკვე 91 წელს როცა გამოცხადდა დამოუკიდებლობა. ეს დღე რა გარკვეულწილად არის ტრაგიკული თუ გავიხსენებთ უშუალოდ იმ საღამოს, ანუ სხდომას გულისხმობთ, მაგრამ არის რაღაცა დიდი ამაღლებაც, იმიტომ რომ ამას მოყვება ორი პროცესი, რომელიც ვისაუბრეთ და 2 წელს უკვე დამოუკიდებლობა გამოაცხადეთ. როგორ შეაფასებთ თქვენ როგორც ისტორიკოსი ამ მოვლენას, ამ ორ ფაქტს? მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ძვირფას ტელემაყურებლებს. პირველ რიგში ვილოცავ ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 22 წლის თავს. და უპირველეს ყოვლისა ამით დავიწყებ, რომ მრავალი წელიწადია ამას აღნიშნავ მეც და არა მარტო მე ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე, რომ უნდა გაიყოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე ოფიციალურად უნდა გამოცხადდეს 9 აპრილი 1991 წლის. რასაკვირველია, ძალიან მიყვარს, ძალიან მეძვირფასება და ამაზე დაყრდნობით გამოცხადდა 91 წლის 9 აპრილს, ეს არის 18 წლის 26 მაისი დღე, ძვირფასი დღეა ჩვენთვის, თავისუფლების დღე, ასევე ერთ-ერთი ნიშანსვეტი ჩვენი ისტორიისა. მაგრამ მე 21 წელს დაგვიპყრო საბჭოთა რუსეთმა, ხო, დაგვიპყრო მე შეგვიყვანეს საბჭოთა კავშირში და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა მოხდა აგერ ჩვენს თვალწინ 91 წლის 9 აპრილს, რეალურად რო ვთქვა. იმ დამოუკიდებლობის აქტზე, დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე დაყრდნობით. ხო და ფიქრობ რომ თანდათანობით ახლა არის ვიცი რომ პარლამენტშიც არის ამაზე საუბარი, სხვაგანაც არის რომ თანდათანობით ეს დღე გამოცხადდეს, ანუ ცოტა არ იყოს და ტრაგიზმისკენ მიდრეკილი ხალხი ვართ ქართველები. ახლა კი ის იმ დღეს გავიხსენებ ჩვენ, მე ორივე დღეს უშუალო მომსწრე ვარ და მონაწილე, ანუ 99 წლის 9 აპრილსაც იქ ვიყავი და 91 წლის 9 აპრილსაც და ორივე დღე ძალიან კარგად მახსოვს და შესაბამისად ამას რა თქმა უნდა გავუზიარებ და ადრეც გამიზიარებია ჩვენი ტელემაყურებლებისთვის, რა შეგრძნებები იყო ერთ დღეს და რა შეგრძნებები მეორე დღეს, არა მარტო როგორც ისტორიკოსი, არამედ როგორც მოქალაქის და როგორც ადამიანის, მაგრამ მე ახლა უკვე ვფიქრობ რომ დადგათ რომ თანდათანობით რომ გამოცხადდეს 91 და მაშინ ამბობენ ხოლმე ახლა ხშირად მომისმენია ჩემი თვითონაც როდესაც საუბრობ რა უყოთ იმ 26 მაისს რა უყოთ და დავარქვათ საქართველოს პირველი რესპუბლიკის დღე ძალიან ძვირფასია ჩვენთვის პირველი რესპუბლიკა როდესაც ჩვენ აი ამდენი ხნის შემდეგ წარმოიდგინეთ 115 წელზე მეტი იყო გასული რაც ჩვენი სახელმწიფოებრიობა გააუქმა რუსეთის იმპერიამ მაშინ ცარიზმმა და აღვადგინეთ დამოუკიდებლობა იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 18-20 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი რესპუბლიკის დღე და ვიზეიმოთ ის დღეც მაგრამ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე ჩემი ღრმა რწმენით არის 9 აპრილი და თუ ოდესღაც ეს იყო იმის გამო და მე ვიცი რატომაც იყო რეალურად ეს რატო იჭკმალებოდა
9 აპრილის ამბები ჯერ ერთი ტრაგიკული მოვლენა იყო და ეს ძნელი იყო გადასახარშად და მეორე რომ ვინც გამოაცხადა იმის ანტაგონიზმი ძალიან ხშირ შემთხვევაში ამ შემთხვევაში ბატონ ზვიად გამსახურდიაზე ლაპარაკი იჩიქმალებოდა რეალურად. ახლა გავიდა ამდენი ხანი და შესაძლებელია ეს უკვე ყველაფერი გადაფასდეს და დაერქვას ყველაფერს რეალურად თავის სახელი და ყველაფერი იყოს ისე როგორც იყო და ჩაფიქრებული როგორც ქონდა ბატონზეც და მე გეტყვით რა ქონდა მას ჩაფიქრებული როდესაც ეს გამოაცხადა. თუმცა მიყვეთ თანამდებობა ახლა დრო კი გვაქვს იმაზე სასაუბროთ რომ გავიხსენოთ როგორც 1-9 აპრილი ისე მეორე პირობითად დავარქვა ჩვენ საუბარს 9 აპრილიდან 9 აპრილამდე. ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ეს ორი ძალიან ძვირფასი დღე არის. პირველი ეს ტრაგიკული 9 აპრილი რამ გამოიწვია? გამოიწვია ბოთლიდან ჯინის ამოშვება. ანუ მაშინ საბჭოთა კავშირში გორბაჩოვის და შევარნაძის მოგეხსენებათ უკაცრავად ხელისუფლების პერიოდი იყო და ცდილობდა საბჭოთა კავშირი ერთგვარად სოფლიოს თვალში წარმოჩენილიყო როგორც დემოკრატიული ქვეყანა, სადაც ადამიანის უფლებებით დაცულია და შემდეგ. ეგრეთ წოდებული პერესტროიკა გლახნას ალბათ გახსოვთ ჩვენ წელიმაყურებლებს იციან ეს მოვლენა ყოველ შემთხვევაში უფროსებმა განსაკუთრებით, როდესაც ერთგვარად ცოტა მოეშვა წნეხი, რაც მანამდე იყო საბჭოთა კავშირში გაბატონებული და ეს უშიშროების სისტემა ცოტა გარეგნულად მაინც, დიახ. და აქედან გამომდინარე ახლა, როდესაც ჯინს ამოუშვებ, მას ვეღარ აბრუნებ. ახლა შევარნაძეს და გორბაჩოვს განსაკუთრებით სურდა, რომ უფრო დემოკრატიულებინათ, მაგრამ მეორე მხრივ ბოროტების იმპერია, როგორც რეიგანმა უწოდა, ახლა ბოლომდე არ გამოვიდა აქედან. იმ ხალხმა მე ყველა რესპუბლიკაზე არ მაქვს ლაპარაკი, ახლა ალბათ ახსოვს ხალხს რომ იყო 15 მოკავშირე რესპუბლიკა საბჭოთა კავშირში. ყველა მოკავშირე რესპუბლიკას არ დაუწყია ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, მოდი ესე ვთქვათ. ახლა ბოლოს როცა დაიშალა საბჭოთა კავშირი, ზოგმა ისე მიიღო დამოუკიდებლობა, რომ არც ბრძოლია ამისთვის და არც იცოდა და მგონი ზოგმა დღესაც არ იცოდა დამოუკიდებელია და თუ შეიცვლება რამე, ასევე შეიცვლება ის რომ ვერც მიხვდება. არავის არაფერს არ ვერჩი, მაგრამ რეალურად ასე ახლა არ ვასახელებ ქვეყნებს და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, ლიტვა, ლიტვამ, უკვე ლატვიამ და ესტონეთმა, საქართველოს, აზერბაიჯანი იბრძოლა ამისათვის. დაიწყო ბრძოლა და იყო არაერთი მანიფესტაცია, როგორც 88 წელს, აი მაგალითად საქართველოში დაიწყო დავით გარეჯის მოვლენებით. დავით გარეჯში იყო პოლიგონი და ანგრევდა რა დავით გარეჯს და აქედან გამომდინარე ეს მასშტაბური გახდა. მანამდეც იყო 26 მაისები პირველად დაიწყო პერესტროიკის პერიოდში, ესე იგი გარდაქმნის პერიოდში დაიწყო და განსაკუთრებით გააქტიურდა ეროვნული მოძრაობა, როდესაც დაბრუნდა მერაბ კოსტავა ციხიდან და გადასახლებით. აი ეს გააქტიურდა ძალიან მასობრივი გახდა შედარებით, აი განსაკუთრებით მასობრივი დავით გარეჯის მოვლენა, ეს არის 88 წელი, 98 სექტემბერი. როცა ჩაერთო უკვე სტუდენტობა და სტუდენტობა რო ერთვება საქმეში, იქ უკვე მე ძალიან აქტიური ხდება. მანამდე მარტო რაღაც ჯგუფები იყო და ახლა უკვე გახდა მასობრივი, მე იყო 88 წლის ნოემბრის ცნობილი მოვლენები რუსთაველზე ძალიან სერიოზული მანიფესტაციები იყო 89 წლის 25 თებერვალი აღინიშნა ძალიან მასშტაბურად თბილისში და მაშინაც იყო სხვათა შორის აი განსაკუთრებით უნივერსიტეტის ბაღში ჯარებმა ვიყავი და შემოარტყეს ალყა მაშინ მანიფესტანტებს და იყო საკმაოდ სერიოზული საფრთხე მაშინ დარბევის თუმცა მაშინ მოლაპარაკებების გზით ეს განეიტრალდა და მე მახსოვს ხომ თვითონ შევესწარი ეს მოლაპარაკებები როგორ მიმდინარეობდა კაბინეტში რექტორის მაშინდელის და ეს როგორ გადარჩა ის სიტუაცია მაშინ 25 თებერვალს მაგრამ აი მე ხა 9 აპრილს წინ უძღოდა უკვე ახლა კატალიზატორის როლი შეასრულა მაშინ აფხაზეთში სოფელ ლიხნში მიიღეს აფხაზებმა მანიფესტი რომ ჩვენ გავდივართ საქართველოსდან უერთდებით საბჭოთა კავშირს არ გვინდა საქართველოში და აი ამის საწინააღმდეგოდ დაიწყო ახალი ტალღა მანიფესტაციების მაშინ აპრილის დასაწყისში და თანდათანობით ეს გადაიზარდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნაში. აი ესე პირველად ასე აშკარად ღიად ამდენი ხნის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნა გაჟღერდა, დადგა ეს საკითხი და რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა აი უწყვეტ რეჟიმში რო იტყვია, მაგრამ იყო რამდენიმე კერა. ამ მანიფესტაციების იყო ტელევიზიასთან, იყო უნივერსიტეტთან ძალიან დიდი მანიფესტაციის კერა და იყო რუსთაველზე, სადაც ხალხი კიბეებზე იქ ზოგი შიმშილობდა და იყო მანიფესტაცია და შემდეგ. და ნუ ახლა ვინც მოდიოდა ხოლმე ეს უნივერსიტეტს ჰქონდა რაღაცა მაშინ ძალიან დიდი მუხტი. პირველი რომ მოდიოდნენ დავუშვათ რუსთაველზე თუ სხვაგან ჯერ უნივერსიტეტთან ამოივლიდან, აი მოვედით, მე განაგრძობდნენ გზას, რაღაცა ისეთი ის იყო და წეგან ბატონ სერგოსაც უსმენდი და ეს საოცარი ერთიანობის შეგრძნება იყო. ახლა მე ამდენი ხნის მანძილზე ხო ახლა რა ვიცი რამდენი წელი გავიდა ამ ყველაფრიდან ესეთი ერთმუშტად შეკრული ქართველობა არ მახსოვს რა. სრული გულწრფელობით გეუბნებით. აი ესე ყველას როგორ უყვარდა ერთმანეთი,
ყველა აი ერთმანეთს იცავდა, ეფერებოდა, აი საოცარი ის იყო, შეგრძნება ხა ვიღაცა ვინც სახში იჯდა, რა თქმა უნდა, ახლა ზოგისთვის ეს დიდი ტრაგედია შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ ეს პროცენტულად ცოტანი. აი დანარჩენი იყო ძალიან ასე ერთგუშტად შეკრული და ისინი არ ელოდნენ იმას, რაც მოხდა 9 აპრილის ღამე. იცით როგორ არის? გარკვეულ წილად იგრძნობოდა, რომ რაღაც მოხდებოდა. ახლა მე გეტყვით, როგორ ის არის სიტუაცია, იცით რომ არა, ჩამდა კიდევაც, იმიტომ რომ 7-8 აპრილს უკვე თანდათან გამოჩნდნენ შეერაღებული ძალები თბილისის ქუჩებში, 8-ში ტანკებიც გამოჩნდნენ, გაიარეს იქ რუსთაველზე. იყო გაჩნდა ესეთი სიმპტომი, მე პირადად ვიყავი, ჩვენ ვიყავით სტუდენტები უნივერსიტეტის ეზოში და გვითხრეს საღამოთი, რომ ყველა მოიყარეთ თავი იმას მთავრობის სახლის წინ, იმიტომ რომ შეიძლება მოხდეს დარბევა. იყო ეს მომენტი, ეს ისა, მაგრამ მაინც არ აი ბოლომდე ძნელია, იცით ახლა, რომ ეს რაც მოხდა მე რა რომ ეს მოხდებოდა და მართლა გადავინაცვლეთ ყველამ, გადავედით და ყველამ ჩვენი ახლა ძირითადად ახალგაზრდები იყვნენ იქ. კი, ბევრი, მაგრამ დღისით რომ ბევრი ხალხი იყო, საღამოს აღარ იყო იმდენი ადამიანი. ახლა გულწრფელად რომ გითხრათ, ქუჩას შეავსებდა რა, ახლა აქეთ-იქით და ყველა ჩვენი ადგილი ქონდა, ახლა უნივერსიტეტის სტუდენტები, კინო რუსთაველთან ვიყავით, ესე ჯგუფურად იყო ყისა და მიდიოდა ცეკვა, თამაში, საღამო გვიან უკვე ხალხი მშობლები გაუშვით, ახლა მე პირადად ჩემი მშობლები გაუშვით, სახში არაფერი არ მოხდება. ესე არ ჩანდა თითქოს. და აი სწორედ მაშინ იყო, რომ უკვე ძალიან გვიანია, იმდენი ხალხიც აღარ არის, ხალხი დაღლილია, მაგრამ ცდილობს რომ აი ცეკვა თამაში მიდიოდა სიმღერები, აი ესეთი ის იყო მუხტი და ამ დროს მოვიდნენ ეს ტანკები და ჯარისკაცები განლაგდნენ თავისუფლების ლენინის მაშინდელი ლენინის მოედანზე, თავისუფლების მოედანზე და უკვე ვიგრძენით რომ ეს რაღაცა უკვე ძალიან რეალურია. რეალურია და ხა ჩავედი კიდევაც მახსოვს მე და ჩემი მეგობრები ჩავედი აი შევხედეთ ისინი აი ალესილი ნიჭმები ლაპლაპები ეხლა აი თვალწინ მიძას მახსოვს კადრი რომ ლაპლაპ აი მე და კაიოებს ჩემ თვალწინ რომ ჩავედი პირდაპირ იმათ წინ დაუდექი რა მივედით ეხლა იქამდე ჩავედით კვევითამ თავისუფლების მოედნამდე აი როგორ ბზინავს ეს და ლაპლაპი შეშებულები ესე ტანკები გამზადებულები დგას და სწორედ მაშინ მოვიდა პატრიარქი მოვიდა და სწორედ აი კადრებიც რო არის ცნობილი კადრები როგორ მოგმართა ხალხს რომ ჩავიდეთ ვილოცოთ ქაშვეთში ესა და ახლა 30 წელი გავიდა. ახლა დღევანდელი გადმოსახედიდან შეიძლება იფიქრო, რომ აი პროტესტის გამოხატვის ეს ფორმა შეიძლება მოძებნილიყო რაციონალურად, როცა ფიქრობ და ხშირად მიფიქრობს და მიფიქრია, რომ აი პროტესტის ფორმა რა, რომ მოვიდა ერის სულიერი мама, დაუშვათ მე შემტერო კი არ მეშინია შენი, არამედ მხოლოდ მას გავყვები, იმიტომ რომ აი ვილოცოთო და ეს მშვიდობა, იმიტომ რომ რეალურია საფრთხეო. და ისე კარგად მახსოვს ახლა ეს მისი მოწოდება მაშინ და მისი ნათქვამი, თხოვნა ჩავიდეთ, მაგრამ ესე არ დღეს არის რაციონალური და ამით დამარცხება შეიძლება არ ყოფილიყო, მაგრამ მეორე მხრივ აი იმ სიტუაციაში რო იყავი ადამიანი ხო იქ, როდესაც ხედავ ამ მტერს ორ ნაბიჯი. მტერი რომელიც გინდა დაღეჭოს, გაკონიტო, აი რომელიც გძულს იმდენად, რამდენადაც გიშლის ხელს შენი ყველაზე ძვირფასი რაღაცის დამოუკიდებლობის თავისუფლების საფრთხის ბრძოლაში, აი სწორედ ჩვენი პატრიარქის კადრებია, აი მაშინ ხალხმა არ მიყვა, არ გაყვა ამას რა, მაშინ დაიძახეს კიდევაც და მე სხვა შორის არის კადრების ერთი მომენტი მესმის როცა ეუბნება ხალხი არ წავიდა რა აი ზუსტად გამსახურდები მე ვეღარ ვაკონტროლებ ამ ხალხს საუბარი აი უთხრა პატრიარქმა და არის ეს მომენტი ისმის არაუ ხალხმა დაიძახა აი ეს ახლა ის გინდა ასე ვთქვა გინდა ისე ვთქვა არაუ ხალხმა და იმ არაში სხვა შორის ჩემი ხმაც ერი შესაბამისად რა ვიცი აი როგორ შეაფასეთ პატრიარქის ამბავი პატრიარქმა უიხა გავაერთეთ აღზინდე რომ თან რომ მე რო თხოვესო მოვიდენო ხელმძღვანელობიდან ნავსულიყავი მე ვიცოდი რომ ხალხი არ გამოყვებოდა არა მაინც მევედი ხო როგორ ფიქრობთ ეს იყო თუ და საერთოდ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ეკლესიის თქვა ისიც რომ როდესაც პატრიარქმა ეს თქვა იქვიდეკი ვიფიქრებო რომ აი რა რასაკეთებს პატრიარქი რა გვიკეთებს ეკლესიას ანუ როგორ ფიქრობთ პატრიარქი თავის ავტორიტეტი, თავის ეს პატრიარქობა რაღაცნაირად შეიძლება გაწირაკიდეთ, იმიტომ რომ ეს მოწოდებუნა. თან პატრიარქი აღნიშნავს, რომ მე დაშლა არ მეთქოს. ვილოცოთ. და ისიც თქვა მე როცა ახალგაზრდები გადამეფარინო წინო, გაუბრაზდიო, იმიტომ რომ მე მზად ვიყავი, მე გააზრებული მქონდა, რომ მე შეიძლება ხალხთან მომკვდარიყავი. და მას ურჩიეს, რომ კაბინეტში იქნებ ამოხვიდეთო პატრიარქშიულმა და სხვებმა და ეს არავიდე თქვა, რომ მაგალისბაროს აღნიშნა, რომ ძალით გაიყვანეს. ანუ ის ზათ იყო, რომ იქ შეტერულიყო ხალხთან ერთად. კი, ესე იყო. რა თქმა უნდა, ახლა ის არის ერის სულიერი мама, ანუ ის ვერ დარჩებოდა გულგრილი იმის მიღმა რაც ხდებოდა. თან მithumetes მას უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდა და მას ჰქონდა კონკრეტული ინფორმაცია უთხრეს, რომ ან ესე მოხდება, ან დავშლით ძალით. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ჯუმბერ პატიაშვილმა მანამდეაც ეს დოკუმენტიც არსებობს, გააგზავნა მოსკოვში ის, რომ ტელეგრამას დაშიფრული, რომ არ არის საჭირო ძალის გამოყენება და კონტროლდება სიტუაცია და ასე შემდეგ, მისგან დამოუკიდებლად მიიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ეს დაშლილიყო ძალით. არავინ ეკითხებოდა.
ბატონ ჯუმბეს ამდენად მისიის თუ და რამე გარკვეული დანაშაულს ვერ ვიყო, მაგრამ ხარვით შეიძლება ის იყოს, რომ მას ის არ ჩამოგოს პატრიარქი არ მოვიდა ხალხთან, აი ის უნდა ჩამოსულიყო ხალხთან, გაეწირ, მაინც გადააყენებდნენ იმას. და დარჩებოდა ეროვნულ გმირად და პატრიარქმა თქვა ხოთაშორის ბატონ გუჩი გაწყვეტინებთ, ესეც მინდა აღნიშნო, რომ იმდენად ძიმე მდგომარეობაში ხო თავის მოკვლას აპირებდაო და მე ვანუგეს შემდეგ გადავაფიქრებინე. არ არის გამორიცხული, იცით რა, ძალიან ძიმე მდგომარეობაში იქნებოდა ბატონ ჯუმბე, დამწუხრებული ხა თავის ქვეყნის მოყვარული ადამიანები, პიროვნება და ზუსტად ვიცი ხა ეს არ ვლაპარაკობ და შესაბამისად შეიძლება იარაღითაც კი ადგენენ თავს. აი ყოველ შემთხვევაში ძალიან ძიმე მდგომარეობა იყო, თუმცა თუ ჩამოვიდოდა ეს იქნებოდა სხვა ამბავი, როგორც პატრიარქი მოვიდა. კი ბატონო, დააყენა საფრთხის ქვეშაც. ბატონო, მაგრამ მას ხვანაირად არსებობდა, ხო არ იყო და მოდი ვიომოთ და ვიბრძოლოთ. მან მოძებნა ესეთი გამოსავალი. ხალხმა მას არ დაუჭერა, მოდი თქვათ ესეც პირდაპირ, იმიტომ რომ იყო ასეთი სიტუაცია და მე რაც მოხდა კადრებიდან ყველა მიცით ეს მართლა ესე იყო საშინელი ჩეხვა იყო მიუხედავად რომ 59 მარტიდან განსხვავებით არ უსურიათ აი ეს მოლაპლაპე ნიჩბები და ის ხალხი და რაც თავი გაუშვეს მომწამლავი გაზი იმ გაზით ბევრი გაიგუდა მაშინ ის ჭყლეტვა რომ მოხდა ის სწორედ ეს ხალხი რომ მიაწვნენ ეს ჯარისკაცები თან რომ ურტყავდნენ ჩემ თვალწინ ხდებოდა ეს ჭყლეტაც იყო ყველაფერი იყო ეს იყო საშინელი დარბევა გაეკიდნენ მისდევდნენ ადამიანებს, მისდევდნენ ამ ალაპლაპლებული ნიჩბებით. ჩვენ ამ ჩხუბ-ჩხუბში ბოლოს აღმოჩნდით იმაში, რა ქვია, კინორუსთაველში და მე იქიდან გამოგვიყვანეს ძლივს. და ჩვენი ჯგუფი, უნივერსიტეტის სტუდენტების და ასე შემდეგ. საშინელი დარბევა იყო. დაუნდობელი, აი პირდაპირ გეუბნებით, მე იმ ბავშვები იყვნენ ისინი, აი ის ხმაწვილი ესენი იყვნენ შინაგანი ჯარების და რო უყურებ ძირზად სულ პატარა ბიჭები, აი 20 წლამდე. ახალგაზრდა ბიჭები როგორი აი ზიზღით გვიყურებდნენ რა. არანაკლებით ალბათ ჩვენც, მაგრამ იმათი მხრიდან იყო ისეთი საშინელი გამომეტყველება, აი მზად იყვნენ ყველაფერზე. იმიტომ რომ როდესაც შენ მისცემ ძალას, რომელიც შენ წინააღმდეგ ანტაგონისტურად არის განწყობილი, რომ შეუძლია მან იმოქმედოს, აი 2008 წელს რომ ავიღოთ, ის ამას სიხარულით გამოიყენებს. აი ისინი იყო მზად იმისათვის, რომ აი გავენადგურებინათ პირდაპირ, რასაც ქვია და მე ძალიან მიდი არ მინდა არ გამომრჩეს, არავითარ შემთხვევაში არ გამოგრჩეს. ეს არის ჩვენი მაშინდელი მილიციის, დღევანდელი პოლიციის და მაშინ ჩვენი სასწრაფო დახმარების ექიმების საოცარი გმირობა პირდაპირ გეტყვით რა ქეც ვიხრი მე მათ წინაშე რა თქმა უნდა ქეც ვიხრი იმ დაღუპულების წინაშე იმ 16 ქალბატონის და რამდენიმე მამაკაცი ძირითადად ქალბატონები დაიღუპნენ რომლებიც შეეწირენ საქართველოს დამოუკიდებლობას თუმცა შეგნებოდი ყველანი ვინც ვიყავით აი გულწრფელად გეუბნებით იმიტომ რომ კარგად მახსოვს ეს განწყობა არავინ არ იყო გაუაზრებლად ვიცოდით შეიძლება რა მომხდარიყო ვიცოდით ეს ინფორმაციები ხო იყო წეღანაც ვლაპარაკობდი მაგრამ ვიდექით იქ იმიტომ რომ არის ხო არის ლუთერს რა გამოთქვა აქავთ გავარდა სხვაგვარად ალძალმიც მაგრამ ვიცოდით რისთვის ვიდექით და ვიცოდით და შესაბამისად ნუ ეს შედეგი დადგა რაც დადგა და მათ გმირობას რა თქმა უნდა მე ქეც ვხრი თუმცა ხო რაღაც საბოლოო არა დაასრულეთ მაშინ მე ერთსაც ვიტყვი აი რომ ეს თემა თანდათან დავასრულოთ 99 აპრილი იყო დიდი მსხვერპლი. იყო მსხვერპლი, ნუ დიდი იმ კუთხით, რომ თითო ადამიანის სიცოცხლეც კი რამდენად ფასეულია და ნუ ამ შემთხვევაში 2000 ადამიანი დაიღუპა ამის შედეგად. რამდენი ადამიანი დასახიჩრდა, რამდენი ადამიანი მოიწავდა, რომელიც მე წლების განმავლობაში რამდენი ოჯახი დაზარალდა ამ ყველაფრის შედეგად. ღირდაკიო, ხშირად მომისმენია ამათ, ღირდაო მე თვითონ მიფიქრია, ბევრჯერ მიკამათია, ბევრჯერ მისაუბრია ადამიანებთან, განსაკუთრებით აი მე სტუდენტებთან, რომლებიც არ მოსწრებიან ამ იმას. იცით რა, საბჭოთა კავშირი თავის არ დაიშლებოდა. ეს ახლა ჩემი ღმერთმენა არის ასეთი რომ და ნუ რაღაც ჩვენ რაღაც რატომ ჩვენ და რატომ არა სხვა, მაგრამ ნუ ასე არის, ახლა ის ვიღაცა სხვას მიუვიდა ხონჩით, მაგრამ საბჭოთა კავშირი დაშალა რამ? გარეშე ფაქტორების და შიდა ფაქტორების ზემოქმედება. რომ ამ მოვლენებმა, რომელიც მართლა საქართველოში არ მოხდა რა, მოხდა აზერბაიჯანშიც და მოხდა ლიტვაშიც მაშინ. ასევე დაარბიეს. ანუ ამან აჩვენა, რომ სოფლიო რომელიც ეკეკლუცებოდა ასე რომ ვთქვათ, გორბაჩოვის ხელისუფლებას და ასე შემდეგ, ისინი მიხვდნენ რომ ეს ბოროტების იმპერია ისეთვე ბოროტების იმპერია, როგორც მანამდე იყო. ანუ კი არ უნდა ითანამშრომლო ამასთან ბოროტების იმპერია უნდა დაშალო. ამან ერთგვარი ხო იცით კლდე წვეთობით ინგრევა ხა გამოთქმა არის ხა ერთბაშად ის ხო ამ შემთხვევაში კლდის წვეთის ფუნქცია შევასრულეთ ჩვენ რა მოგვეღო გამოიწვია დიახ პროცესის ნაწილი ვართ ჩვენ არ დაგვინგრევია საბჭოთა კავშირი ბოროტების იმპერია არც ცალკე აღებული ლიეტუველებს დაუნგრევიათ არც აზერბაიჯანებს არც ცალკე რეიგანს არც ცალკე ტეტჩერს არც ცალკე
ერთობლიობაში მოხდა. იმიტომ რომ თუ არც იბრძოლე, თავისი ეს იმპერიები თავით არ ინგრევა ხოლმე. როგორც წესი შეიძლება გახანგრძლივებულიყო, ადრე თუ კი არ ინგრევა ყველა იმპერია. მაგრამ შეიძლება გახანგრძლივებულიყო განუსაზღვრელი დროით, ძალიან დიდი დროით. და ამ მოვლენებმა, ამ ტრაგიკულმა მოვლენებმა იქონია ერთგვარი კატალიზატორის როლი იმ პროცესებში, რომელიც განვითარდა და ახლა გუწფელად გეტყვით რა, ბატონ კახა, 88-ში რომ დაიწყო ეს მოვლენები, აი ჩემი ოცნების მაქსიმუმი იცით რა იყო, რომ ნეტა როდესმე მოვესწრები იმას 88-ში, რომ აი დამოუკიდებლები კი ავტონომიას ან ამას თუ მოვიპოვეთ 88-ში და ის ხანდახან ისე არის, აი ისტორიაში ხა გამოთქვა არასოდეს ხო არასოდეს, ხო აი არავინ არ იცის როგორ შეიძლება ისე შეიცვალა სიტუაცია, რომ 3 წელიწადში სულ დაიშალა საბჭოთა კავშირი. დიდი მადლობა ბატონო გუჩა სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა, უნდა დაგემშვიდობოთ, ბოდიშვიხტი რომ გაწყვეტინებთ, იმიტომ რომ ხასტომხერიც გველოდება ბატონო გუჩა საიტიზე ისტორიკოსი გვესაუბრებოდა და როგორც გითხარით ჩვენ ჩავწერეთ ადამიანები, რომლებიც აფასებენ ამ ფაქტს, მათ შორის ბათუმიდან სატელეფონო საუბრით ჩაგვერთო წერალი დავით ტურაშვილი, მოვისმინოთ მისი მოსაზრება და უკვე მომდევნო სტუმართან ბატონო მამკო გიორგაძესთან ერთად დაგიბრუნდებით. ყველაზე მეტად რაც მახსენდება, რა თქმა უნდა, ტრაგიკული დღეა და პირველ რიგში მახსენდება როგორც ტრაგედია, რომ შეხვედრა მოყვა ადამიანებს, რომელსაც აბსოლუტურად გულწრფელად გულანტებულა და უბრალოდ სულდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. მაგრამ ტრაგედიის გარდა ეს დღე დაკავშირებული დიდ სიხაულთან და ბედნიერებასაც მოთხოვნა, იმიტომ რომ ასეთი განწყობა, ასეთი სულისკვეთება და თანადგომა და ერთ-ერთი სიყვარული მე ასე ზარგლიბზნია თბილისის ქუჩებში და საღა განმეორებულა ზემოში ამ ადამიანს რომელიც ასე გაიღო თავისი სიცოცხლე ყველაზე ძირფასი რაც გააჩნდა უანგაროდ თავისი ქვეყნისთვის იყო იმ თავარი მიზნის მომტანი რის გამოც ეს ხდებოდა და რის გამოც მათ შეწირეს თავისი სიცოცხლე თავისუფლება ჩემთვის რეალურად ოფისოდ მე მოხდა სხვადასხვა დამოუკიდებლობის აღდგენა გამოცხადებაც გვიან მოხდა 2 წლის შემდეგ მაგრამ ჩემთვის ანთაპური საქართველოს გახდა თავისუფალი ანუ მათ ერთად როცნებობდი ბავშვობიდან და ისთვისაც ვიბრძოდი უკვე იმასაკენ არასაკენ და ფიქრი დავიწყე გაზრდება ეს დღე დადგა 10 აპრილზე პირველში მაშინ დამსახურდა აფროს მივხვდი რომ საქართველოს უკვე თავისუფალი ქვეყანა ყოველთვის როგორც ხოლმე თავისუფალი საქართველოს ჩემთვის საბჭოთა ხელისუფლება აღარ არსებობდა ამიტომ დიდი მადლობა ადამიანებს ვინც 9 აპრილს 1989 წელს თავის სიცოცხლე გაიღო ჩვენი თავისუფლებისა და ბედნიერებისთვის. 9 აპრილი არის განუმეორებელი მოვლენა ქართველი ერის ისტორიაში, იმიტომ რომ ქართველმა ერმა სიმღერით და ცეკვით დაამარცხა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საშიში და დიდი იმპერია. 9 აპრილი უარყოფილიყო არ დაინგრეოდა საბჭოთა კავშირში, მე დარწმუნებული ვარ ესე მალე. ქალებმა ძირითადად ეს იყო აი ქალების გამარჯვება უდიდეს ძალაზე აი ის ადამიანები შეეწირებს ხარკოთ 21 ადამიანი გმირი დაეცა ბრძოლის ველზე მაგრამ ცეკვით დაეცა ეს იყო საოცრად ცეკვით და სიმღერით დაეცა და შემოვიდნენ ტანკები და ეს ადამიანები ცეკვით დახვდნენ ეს გადაღებული ქონდა თვითონ მათვე სპეცსამსახურებმაც გადაიღეს არა მარტო გუგა ხაინდრავამ და სხვებმა არამედ თვითონ მათივე სპეცსამსახურებმაც დააფიქსირეს ის რომ სრულიად უდანაშაულო მოცეკვავე და მომღერალ ადამიანებს კლავდნენ უდანაშაულ ადამიანებს კლავდნენ იმპერია გამოაშა თავისი კბილები და ამითი დაინგრა საბჭოთა კავშირი რეალურად. აი ეს ხალხი ვინც ამოძრავა სიტუაცია და ვინც ცეკვავდა იქ ეს იყო ახალგაზრდობა ძირითადად ამ ახალგაზრდობამ შექმნა სიტუაცია რომელსაც დაამარცხა ბოროტების იმპერია 9 აპრილს ამ ადგილას ვიყავით ზუსტად მთელი დღე ოღონდ დღის მანძილზე მოძრაობდით და უკვე ღამით, როდესაც იგრძნობოდა რომ თანდათან დაიძაბა ვითარება და მოსალოდნელი იყო დარბევა მოშიმშილეების, ამიტომ დაიწყო მოსვლა ხალხმა და რასაკვირველია მეც ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად აქ ვიდექი, ხატვის სახლთან მოგვიხდა დგომა და როგორც კი დარბევა დაიწყო ხალხის ტალღამ რომელიც აქეთ-იქით მიაწყდა აი ამ დარბევის დროს შეგვიყვანა ასე ვთქვათ შეგვაგდო ხატვის სახლის შენობაში რომელშიც არ ვიცოდით რომ ყოფილა უკანა გასასვლელი და ამიტომ გარკვეული ნაწილი სწორედ უკანა გასასვლელიდან მოვშორდით აი ამ სახიფათო ვითარებას მხოლოდ დილით გახდა ჩვენთვის ნათელი რომ აქ იყო ისეთი მსხვერპლი, რომელიც ძალიან მძიმე აღმოჩნდა. 9 აპრილი ნამდვილად იყო ძალიან დიდი მნიშვნელობის მოვლენა და შედეგიც ეს თავგანწირვის შედეგიც იყო
სრულიად გაცნობიერებული თავგაწირო. ნამდვილად გვინდოდა დამოუკიდებლობა და კარგად გვესმოდა, რომ დამოუკიდებლობას ისეთი ქვეყანა, როგორიც იყო საბჭოთა კავშირი, მარტივად არ მოგცემდა. რაც შეეხება მეორე თარიღს, რომელიც არის პირმშო, აი ამ თარიღისა, იქაც იცით 8 აპრილს, იქ კიდე სხვა 8 აპრილი იყო. მესმოდა, რომ ხვალ დამოუკიდებლობას გამოაცხადებენ. ეს იმდენად უჩვეულო იყო და წარმოუდგენელი ეს ოცნებაშიც რომ თუ გაიფიქრებდი ამას. მეორე დღეს იცით ისე მეგონა რომ არ დამგვიანებოდა და სულ არ ვაგვიანებდი, მაგრამ ტაქსით წამოვედი რომ და მოვედი ადრე და ხედავ ზიად გამსახურდიაც შემოვიდა ისიც ადრე დათქმულ დროზე 10 საათზე იწყებოდა საერთოდ ჩვენთან სესიები და არაჩვეულებრივი სიზუსტით მოდიოდა და ხელში ეჭირა სამფეროვანი დროშა, პატარა დროშა და დოკუმენტები და იცით ოდნავ აი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. მერე როდესაც დაიწყო საზეიმო ცერემონიალი, შემოიტანეს სულხანიშვილის დროშა, ალექსანდრე სულხანიშვილი, რომელიც ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლი იყო და ეს დროშა აი უზენაეს საბჭოს შტურმის დროს თითქოს სიმბოლურად დაიწვა, იმიტომ რომ ის დროშა ჩვენ ყველა თაობას გვაერთიანებდა და უნდა გითხრათ, რომ თვითონ აი ამ ცერემონიალის დროს, რომელიც ხელმოწერით აღინიშნა, მე იმ ხალხის თვალებზეც დავინახე ცრემლები, რომლებიც მერე სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ უსასტიკესად გვისწორდებოდნენ. ხალხის რაოდენობა 9 აპრილს გამრავლდა, იმიტომ რომ 9 აპრილის დილით ბეტერემა გაიარეს ჩვენ შუაში, მომიტინგეებს შუაში. ბეტერების გავლა იყო ნიშანი, რომ საღამოს მზადდებოდა ძალიან ცუდი რამ. მაგრამ ამან ხალხი კი არ შეაშინა, არამედ მთელი თბილისი მოვიდა აქ, ყველა ნორმალური ღირსეული ადამიანი გამოვიდა რუსთაველზე, რომ მომხდარიყო მეტი საზოგადოების მეტი კონსოლიდაცია, რომ უკან დაეხიათ ოკუპანტებს, უკან დაეხიათ საბჭოთა ჯარის ნაწილებს, რომლებიც რომ უნდა შემოსულიყო, ეს იყო ჩვენთვის ცნობილი. რაც მოხდა იმ ღამეს, ძალიან ბევრი ადამიანი დღეს უყურებს ამას დისტანციიდან და ამბობს, რომ ეს იყო ტრაგედია. მე არ ვფიქრობ, რომ ეს იყო ტრაგედია, ვინაიდან ნებისმიერი ომი ტრაგედიად შეიძლება გამოაცხადო და თუნდაც დიდგორი შეიძლება გამოაცხადო ტრაგედიად, რადგანაც დიდგორში დაიღუპა ძალიან ბევრი ქართველი, ხო ასე არა? ეს იყო ომი, ეს იყო ბრძოლა და გააზრებული ბრძოლა იყო. პირადად მე მაგალითად ბეტერების შემდეგ, ახლა დილით რომ ბეტერემა გამოიარეს, წავედი სახლში, დავემშვიდობე საკუთარ ცოლ-შვილს, დავემშვიდობე ოჯახს და ვუთხარი რომ შეიძლება მე ვერ მოვიდე ხვალ, მე არ ვიყო ცოცხალი და ვერ მოვიდე ხვალ ოჯახში. მე მაგალითად მე და დედა ჩემი კიბეებზე მე წამაქციეს კიბეებზე და ეს რუსეთის ჯარისკაცი შემდგა და მე მუხლი მქონდა დაზიანებული. ნუ მამა ჩემმა სიტყვით მიმართა იქ მომიტინგეებს და თავისი სიტყვა დაამთავრა ნიკოლოზ ბარათაშვილის სიტყვებით. დღეს გამოჩნდება ვინ არის ერთგული, ვის უფრო გვიყვარს ძმა ნუ მამული და თვითონ სიტყვის შინაარსი არ მახსოვს, ესეთი დაძაბული ვიყავი და არც ერთ ტელევიზიას არ უჩვენებია მერე, მაგრამ მე ეჭვი არ მეპარება რომ ჩაწერილია და სადმე აი არქივებში, სუკის არქივებში აუცილებლად იქნება. ჯერ გამოვიდა ესე იგი ლევან სანიკიძე, მერე გამოვიდა მამა ჩემი, მერე ახლა ვიღაც გამოვიდა კიდე და ბოლოს გამოვიდა პატრიარქი და მოგმართა ჩვენ რომ ეხლა წავიდეთო და ვილოცოთო ქაშვეთშიო. პატრიარქის გამოსვლის მერე 1-5-6 წუთიც არ გასულა, საშინელი სიჩუმე იყო, აი წარმოუდგენელი სიჩუმე იყო, ავის მომასწავებელი სიჩუმე. ხალხმა ერთმანეთ წარმოთქვა მამაო ჩვენო, სანთლები გვეჭირა. დაიძრა მერე ტანკები უკვე ჩვენზე. საბუდეს საუბარს ვაგრძელებ ჩემო გვერდთან ბატონი მამუკა გიორგაძე, რომელიც გახდათ ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, აქტიური მონაწილე. ბატონი მამუკა დილომშვიდობისა მოგესალმებით. 30 წელი გავიდა ამ მოვლენების შედეგად. ამ გადასახედიდან როგორ შეაფასებთ და საინტერესოა რა უნდა გავითვალისწინოთ ამ მოვლენებთან, რა მოგვცა 9 აპრილმა ჩვენ საქართველოს. 9 აპრილი უდიდესი მოვლენა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და ყველაზე უფრო კარგად
იმ ემოციის გათვალისწინებით, რაც მაშინ რუსთაველზე იყო, შეაფასა ის მაშინვე მერაბ კოსტავამ. რომელსაც აღნიშნა, რომ საქართველოს ისტორიაში ბევრი ყოფილა ისეთი წამი, როცა ქართულ ხალხს ერთად მოუნდომებია დამოუკიდებლობა, ეს არის ერთ-ერთი ასეთი წამი, სადაც შეკრული, შემართული ერთი იდეი და ერთი მიზნით შეკავშირებული ხალხი წარდგა ღვთის წინაშე. აი, ამაზე უფეთესი შეფასება არ არის და ეს უბრალოდ თანამედროვე ფორმით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის საქართველოს ისტორიაში არსებული სხვა ბრძოლები, უბრალოდ ის ბრძოლები ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ ხმლით, თოფით, ისრით თუ ასე შემდეგ, ის ერთ-ერთი წამი იყო, ფორმა, როდესაც ქართულმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ მას სურდა თავისუფლება და თავის თავს დაუწყიცა უპირველეს ყოვლისა და მთელ მსოფლიოს და უფალს, რომ ის ღირსია თავისუფლებისა. და თავისუფლებისთვის ვინც არ იბრძვის, ის ვერასოდეს ვერ მოიპოვებს თავისუფლებას და ის დარჩება მონა და დღეს ჩვენ ვსაუბრობთ, აი ესე უნდა ვისაუბროთ ამ მოვლენაზე, 30 წელი გავიდა, მაგრამ გავა ცოტა უფრო მეტი დრო და ასე ვთქვათ, როდესაც ეს უკვე აღარ იქნება მიმდინარე პოლიტიკაში გამოსაყენებელი, ასე ვთქვათ, სამანიპულაციო თემა, შევაფასებთ ისე, როგორც ვაფასებთ დაუშვათ მარტყოფს, ვაფასებთ ბახტრიონს, რომელი ერთი მარაბდა, ჩვენ ვიზახით მარაბდაზე 10,000 კაცი რო დაიღუპა, რო გლოვის დღეა მარაბდის? არა, ჩვენ გვაქვს პოეტის ფრაზა, წერსაც ისიც კი შეაძლია ერთხელ ხმამაღლა რომ თქვა მარაბდა, როგორც ქართული ბრძოლის და სულისკვეთების გამოხატულება. ჩვენ შემდეგ უემოციოდ შეგვიძლია ვიმსჯელოთ მარაბდაზე დაშვებულ შეცდომებზე. რომ იქ საძლებს შორის არსებულ სხვადასხვა მოსაზრებებზე, იქ კომუნიკაციის, ასე ვთქვათ, დეფიციტზე, იქ დაუშვათ თუნდაც ისეთ ნიუანსზე, როდესაც კახელებმა ბატონიშვილი მოგვიკლეს და ქართველებმა იგივე ფრაზა სხვანაირად გაეგეს და იმას მეფე ეგონა, იმას სხვა ეგონათ და ესეთი შეცდომა. ჩვენ ამაზე ხوار ვსაუბრობთ, მარაბდა, ამით არაფერი მარაბდას არ აკეთება. ასევე არ დააკვირდება, როგორც დავუშვათ იგივე 9 მარტის თემა. მე რა რომ ეს იყო სტალინის ძეგლის დაცვის საბაბი და არა, იქ ქართული ერის გამოვლინება იყო, მისი შემართების გამოვლინება იყო, მთავარი მომენტი. ეს ამან შეაშინა საბჭოთა ხელისუფლება, თორე სტალინის რამოდან შეშინებოდა ვერ ყავდა წითელ მოედანზე გადასვენებული. 9 აპრილი სწორედ ასეთი დიდი დღეა საქართველოს ისტორიაში და შალვა ამირეჯიბი, ცნობილი საზოგადო მოღვაწე 24 წლის აჯანყებაზე ამბობდა, რომ აჯანყება დამარცხდა, მაგრამ სამაგიეროდ ჩვენ გვაქვს შვილებისთვის პასუხი, რას აკეთებდი მამა მაშინო. კი ბატონო. აი სწორედ ასეთი მომენტი არის 9 აპრილი, ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღირსი ვარ თავისუფლებისა, იმიტომ რომ როცა ამის მომენტი დადგა, თვითონმა ჩვენგანმა იქ მოვიყარეთ თავი და რაღაც ფორმით, არა მნიშვნელობა იმ მომენტში იქ იყო თუ არ იყო, რაღაც ფორმით ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი სურვილი თავისუფლების. ბატონო მამუკა, ძალიან საინტერესოა მე აღნიშნე საზოგადოებამ, თქვენ ერთ-ერთი აქტიური წევრი იყავით და ლიდერი ეროვნული მოძრაობის და ეს ბირთვი, ძირითადი ბირთვი, რომელიც იდექით თქვენ იქაც და ინსტიტუტშიც წირვაზე და დღესასწაულებზე ედექით ციონის საკურთხეველში პატრიარქის გვერდზე, ანუ სიფსახურებაზე იყავით ციონში და შემდგომ ეს ხალხი წარმართავდით ამ პროცესებს. როგორ ფიქრობთ, ამანაც განაპირობა ის, რომ თქვენ ძალიან რომ ღმერთსაც დაუდასტურებთ ჩვენი გერთობაა, ხო რომ თქვენ ფაქტობრივად აი პატრიარქის ლოცვა კურთხევით, პატრიარქთან საუბრით, ქრისტიანული რაღაცა შემართებით გამსჭერული ხალხი იყავით და არ იყავით რაღაცა ურაპატრიოტიზმი, რაღაც თქვენი იდეები და არა რაღაც თუნდაც პატრიარქთან კომუნიკაციით. ერთ შესწორებას შევიტანთ თქვენ საუბარში, ამანაცო? ამანაც კი არა, ამან განაპირობა. ამან განაპირობა დღესაც რატო ებრძვიან ეკლესიას? ერთი რამის გამო, გარდა იმისა, რომ ის სააღმსარებლო დაწესებულებაა და სიტყვას ავრცელებს, ამის გარდა ეკლესია არის თავისუფალი პატრიოტი ხალხის სამჭედლო.
ეს არის აღზრდის, განათლების მიმცემ ისტორიულად ეს ფუნქცია ჰქონდა ქართულ ეკლესიას. ქართული ეკლესია განსხვავებით სხვა ეკლესიებისგან არასოდეს ყოფილა თავის თავში ჩაკეტილი, ესე ვთქვათ, რელიგიური წრე. იგივე სხვა ეკლესიებს ჩვენ შევხედავთ და დავინახავთ, რომ აი თუნდაც ეროვნული მოღვაწე წმინდანები დეფიციტია. დიდი წმინდა მამები, რუსეთის ეკლესია ვიყოთ. დიდი წმინდა მამები, განდეგილი მამები, მოაზროვნე მამები, მაგრამ ეროვნული რელიგიური წმინდანების დეფიციტია, იმიტომ რომ ეკლესია ცალკე ცხოვრობდა, ერი ცალკე ცხოვრობდა, სახელმწიფო ჩვენთან ეკლესია, ჩვენთან ეპისკოპოსი საზოგადო მოღვაწე იყო, ჩვენთან ბერი საზოგადო მოღვაწეა, ჩვენთან სამოქალაქო საზოგადოება თანამედროვე ტერმინოლოგიით რო ვისაუბროთ, აი გრიგოლ ხანძთელი ვინ იყო? სამოქალაქო საზოგადოების ლიდერი იყო. წმინდა ნინომ შექმნა პირველი ქართული სამოქალაქო საზოგადოება, პეროჟანოს სიმსივნელი, სალომე უჯარმელის, დედა სიდონია, ეს ხალხი რა არის სამოქალაქო საზოგადოება? ხელისუფლებისგან არ შექმნილი და მისგან არ მართვადი ჯგუფი ადამიანებისა, რომელიც ღირებულებათა სისტემის დამკვიდრებას ცდილობს. ამ ხალხმა დაამკვიდრა თანამედროვე ენაზე რო ავიღოთ, ეს არის სამოქალაქო საზოგადოება. ისევე როგორც 9-17-ში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადებამ განაპირობა ძალიან ბევრად შემდეგ სახელმწიფო განვითარებას. სწორედ ასე იყო. ეკლესია იყო ის ადგილი, სადაც თავი მოიყარა ყველა იმ ადამიანმა, რომელიც ფიქრობდა ერზე, სახელმწიფო, არა მარტო სულის ხონებაზე, არამედ სულის ხონებისკენ მიმავალ იმ გზაზე, რომელიც გადის ეროვნულობაზე და ქართულ სახელმწიფოებრივ გზაც არსებობს, იგივე სამონასტრო და ასე შემდეგ. საქართველოში ყოველთვის რელიგიური მოღვაწე ამავე დროს საზოგადოს მოღვაწეც იყო. ჩვენ არ აქვს ფუფუნება გავმიჯნოთ ესენი ერთმანეთისაგან, ამიტომ ყოველთვის ასეთი ვითარება იყო. მის უწმინდესობას, აი დღეს ხაზი მინდა მე ამას გავუსვა, რომ ერთხელ მაინც რო ენიშნებინა ჩვენთვის ანეს. მე არ ვიცი, მაშინ ჩვენ რა გადაწყვეტილებას მივიღებდით. ერთხელ მაინც რო ჩვენთვის ეგზნობინებინა, რომ ის შეკრებების გამო, რომელიც სიონში ხდებოდა და ქართველი დისიდენტები სიონის ეზოში ვიკრიბებოდით. აი შევადაროთ რუსეთის დისიდენტები, რომელიც ჯერ მაიაკოვსკის ძებთან, მერე პუშკინის ძებთან იკრიბებოდნენ. ისინი არ ჰქონდათ ასეთი შეხება ეკლესიასთან. ერთხელ მაინც რო ეგზნობინებინა, რომ აქ არა, სხვანაირად წაიმართებოდა ყოველივე. მიუხედავად იმისა, რომ მის უწმინდესობაზე ძალიან დიდი ზეწოლა იყო, რომ ეს ხალხი მოიცილია აქედან და ეს რაც გინდა, ახლა ელემენტარულად მისი სტიქაროსნები იყვნენ ეროვნული მოძრაობის ლიდერები, ახლა ამას ხელისუფლებას ასე მარტივად ამას არ ჩაკლაპავდა, მაგრამ აქ შეიქმნა ბუნებრივი, ასე ვთქვათ, კავშირი. ერთის მხრივ მისი უწმინდესობა არ ერეოდა ჩვენს საქმიანობაში, მაგრამ მეორეს მხრივ არც გეუბნებათ რომ არქნა მისი აღზრდილები იყვნენ. მისი უწმინდესობის ეპისტოლეები ფაქტობრივად იყო საპროგრამო დოკუმენტები. როგორ გემოქმედათ? აი როგორ უნდა ყოფილიყო ქართველი რას ნიშნავს? აი ჩვენ დაგვანახა მისმა უწმინდესობამ, ჩვენ ყველამ ვიცოდით ვახტანგ გორგასალი არის დიდი მეფე. თბილისი დაარსა. მაგრამ ვახტანგ გორგასალის აზროვნების სიღრმე საბჭოთა ისტორიოგრაფია ჩვენ არ გვასწავლიდა. მისმა უწმინდესობამ დაგვანახა ეს რა არის? დიდი სამუდამო ცხოვრებისთვის როგორ უნდა მოიქცე, რას უნდა ეძიებდე, როგორ გინდა ამას მიაღწიო. მან დაგვანახა რას ნიშნავს იგივე თუნდაც ის რაც ჩვენ ვიცოდით დღეს რაც ასე ვთქვათ თელესოფლიოსთვის მიუწეველია სქესთაშორის ურთიერთობა, თანასწორობა, თავისუფლებას ვინ მოიტანა, ქრისტე მოიტანა. ჩვენ ვიცოდით, თუნდაც მარტივი მაგალითი 87 წელს, აი თქვენ რომ ნახეთ და მიმართავთ თქვენ მაყურებლებს, ინტერნეტში არის გათავსებული მისი უწმინდესობის ქადაგება ილია ჭავჭავაძის წმინდანად შერაცხვასთან დაკავშირებით. ესე 87-ში მთელი საქართველო რო აი ქუჩაში გამოსვლას რო იწყებს, ეს ის პერიოდია და მისი უწმინდესობა გამოვიდა ეს მისტიური აქტი, წმინდანად ახალგაზრდებო, ეძებთ, აგერ არისო. მიდით ილიასთან, ილია ფაველიც იქნება, გზის მასალებელიც იქნება, ესეც იქნება, ისიც იქნება. ამან ბევრწილად განაპირობა შემდეგ რამოდენიმე ლეჟარის საზოგადოების ჩამოყალიბება, ირამართის საზოგადოება და ასე შემდეგ. ანუ ისე ტექნიკურად ხდებოდა, რაც უნდა იყოს. ლოგიკურად რაც უნდა იყოს სამოქალაქო და საერო სასულიერო ხელისუფლების კავშირი და არ იყო უშუალო ხელმძღვანელი მისი უწმინდესობა და ლიდერი ეროვნული მოძრაობის, მაგრამ რეალურად
სულიერი წარმართველი, აი შემდგენელი ამ გზისა, სწორედ ის გახლდათ და ამის გარდა რომ ის თეორიულად აი ამას ყოველთვის აკეთებს, პრაქტიკული ცხოვრებითაც. რა გვასწავლოთ 9 აპრილმა და ამით დავასრულოთ საუბარი. გვასწავლა აი მისი უწმინდესობის ერთი მომენტ 9 აპრილთან დაკავშირებით არ არის გაჟღერებული, მისმა უწმინდესობამ ფიზიკურად იბრძოლა იმ დღეს. როდესაც მისი გატყუება უდოდათ, რამოდენიმე ადამიანი ვიყავით კოლონებს იქით გადასული, მათ შორის ერთ-ერთი მეც და არ უშვებდნენ იქიდან და აი ფიზიკურად გამოარღვია. რა ერთ კაცს რომელიც წინა ხელი კრა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და აი როდესაც გამოდიოდა ლოცვა კურთხევა ტელევიზიასთან რო არის იქნებ ისინი მაინც ააყენო. ანუ ერთი მხრივ ის რომ კი აქ უფრო მეტი ხალხია, მაგრამ არ გამოპარვია მხედველობიდან ის ჯგუფი რომელიც იქ იყო. აი მთლიანად შეიძლება თქვას რომ ფლობდა, აკონტროლებდა სიტუაციას მიუხედავად იმისა რომ პირადად მე 8-ში ღამის 12-ის ნახევარამდე საპატრიარქოში ვიყავი, საუბრობდი სხვადასხვა თემებზე, არც მაშინ არ ვიხსენებია, უბრალოდ არ დარბევას ველოდი, მაგრამ ასეთი დარბევა ვის გვიკვირდა, მაშინ ყოველდღე ვცემდნენ და ვაპატიმრებდნენ, მაგრამ სხვებლი თუ იქნებოდა სამწუხაროდ ჩვენ ამაზე წარმოდგენა არ ქონდა. გვასწავლა ის რომ საჭიროა აუცილებელია შემკვრელი იდეის, თავარი იდეის საფუძველზე გაერთიანება, გვასწავლა ის რომ აუცილებელია, როდესაც მტერი ყავს, სისხლიანი, აუცილებელია შენს ფიქრობდე და წინასწარ პრევენცია გააკეთო ყველა იმ შესაძლო მოვლენისა, რომელიც შეიძლება იმ მტერმა ასეთ ვთქვათ, დაგეგმოს. გვასწავლა ის გარემოება ის რომ როგორ გავყოთ მეორე ხარისხოვანი პირველ ხარისხოვანისაგან და გვასწავლა ის რომ სიყვარულის გარეშე არ იქნება არაფერი და კიდევ ერთი რამ აი ეს დაღუპული ადამიანები დღესაც იცავენ საქართველოს, ვაშორ ჩვენზე მეტად იცავენ, იმიტომ რომ ის სისხლი არ აძლევს არავის საშუალებას იმისა რომ 30 წლის მერე ძალიან ბევრს აქვს სურვილი თქვას რომ საქართველოს დამოუკიდებლობა არ გვინდა, ბევრს აქვს სურვილი საქართველოს ეკლესია არ გვინდა, მაგრამ ის დაღუპული სისხლი აიძულებს რომ ხმა ჩაიკვიდოს. მე და თქვენ კი არა. აი ეს სისხლი აიძულებს, ის სისხლი გვიცავს ჩვენ და ისინი არიან ბრძოლაში დაღუპული გმირები და მათი პატივის მიღებით ჩვენ ვიცავთ საქართველოს, იმიტომ რომ ისინი ფარადეფარებიან საქართველოს. დღეს სოციალურ ქსელში უმეტესობას ესეთი წარწერა უყენია. მათ სახელებს ესე არქმევენ. მადლობა თავისუფლებას. რადგან ჩვენს მადლობას ვუხდით მათ სულებს, მათ სიტყვას და მათ გმირობას. დიდი მადლობა დამოუკიდებლობას გილოცავ და მეკითხეთ რომ სხერფლი და გავსი ფაქტების გარეშე ჩვენ ჭეშმარიტ და დამოუკიდებლები ვიყოთ ყოველთვის. დიდი მადლობა მომავალ შეხვედრამდე გამშვიდობებით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის ნახვამდის.